მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც წარმოგიდგენთ მე თენგო ომანიძე, ჩვენს თანაწამყვანებთან, მერაბ ჭიქაშვილთან და ცოტნე მარღიასთან ერთად. მოგესალმებით და მოგესალმებით. კარგია რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ ამ სტუდიაში საინტერესო თემების მიმოხილვისთვის. დღეს ბუნებრივია გვექნება საუბარი და შევეცდებით ჩვენი ანალიზი შემოგთავაზოთ იმ საკითხებზე, რაც დაკავშირებული არის ჩვენ ქვეყნის პირველ რიგში, ქვეყნის გარეთ და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, როგორც იცით, აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებები კვლავ გრძელდება და გუშინდელი ღამე იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული ღამე ამ მხრივ. იქიდან გამომდინარე რომ როგორც შეერთებული შტატების და ისრაელის მხარე აცხადებს, მიიტანეს ყველაზე უფრო მასშტაბური იერიში ირანზე, ასევე ირანული მხარეც აცხადებს, რომ მათაც ჰქონდათ ყველაზე უფრო მასშტაბური იერიში ამ შემთხვევაში ისრაელზე მიტანილი და რეგიონში ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე. სხვადასხვა არაბულ სახელმწიფოებში დაიბომბა ირანული რაკეტებით ბაზები ამერიკული, კვლავ იყო სამწუხაროდ სამოქალაქო ობიექტებისზე თავდასხმის შემთხვევებიც, ასევე იყო ირანში და თეირანში მსგავსი მოვლენები. საინტერესო არის, რომ პირველად მოხდა ინფორმაციის გავრცელება ისრაელის მხრიდან ზარალის შესახებ და ამ შემთხვევაში ისრაელი აცხადებს, რომ 2000-ზე მეტი ადამიანი არის დაშავებული ირანის არაკეტო იერიშებით ომის დაწყების შემდეგ. 100 ჯარისკაც, ამერიკელ ჯარისკაც გადასცდა დაშავებულების რაოდენობა, ეს დაადასტურა ამერიკულმა მხარემ. საუბარი არის დაჭრილებზე, დაშავებულებზე და არა მსხვერპლზე. მსხვერპლთან დაკავშირებით ამერიკული მხარე აცხადებს, რომ 7 ჯარისკაცი, 7 ამერიკელი დაიღუპა სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან. გუშინდელი აი ეს კრიზისული ღამე ერთგვარად უკავშირდება ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე პროცესებს, ეს გახლავთ სპარსეთის ყურის ერთ-ერთი მონაკვეთი, ჰორმუზის სრუტე, სადაც ჩვენმა მაყურებელმა უკვე ბოლო პერიოდში იმდენი ინფორმაცია იწერება, რომ კარგად იცის, რომ გლობალური ნავთობის ვაჭრობის მეხუთედი, ცოტა უფრო მეტი 20%-ზე, ცოტა უფრო მეტი, სწორედ აი ამ სრუტის გავლით, ამ სრუტეში გადის და ამ სრუტის გავლით ნაწილდება მე დანარჩენ მსოფლიოზე და ამდენად ამას აქვს ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ამ სრუტეს, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს ირანი და ნუ ისედაც ეს ტერიტორია შედის ირანის ტერიტორიულ წყლებში. ირანმა დაიწყო სრუტის დანაღმვა გუშინ წყალქვეშა ნაღმებით და ამას მოყვა სწორედ ამერიკული სამხედრო ძალის რეაქცია, რომელმაც ამ დამნაღმელ კატარღებზე მიიტანა იერიში გაანადგურა 16 კატარღა, როგორც ამაზე საუბრობს ამერიკული მხარე. თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რა თქმა უნდა, რომ ეს ციფრები, რომლებიც ქვეყნდება მედიაში, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე შეიძლება არ იყოს ზუსტი ინფორმაცია, მანიპულაციური, იმიტომ რომ გასაგებია ომის პირობებში ყველა მხარე ცდილობს ამ ინფორმაციულ ველზეც მოიპოვოს უპირატესობა. თავარი პრობლემა ამ შემთხვევაში დადგა რატო? ჰორმუზის სრუტის დაკეტვა, როგორც ვთქვით, გლობალურ ვაჭრობას, ნავთობით ვაჭრობას უქმნის სერიოზულ საფრთხეს და პრობლემებს და ეს იწვევს ერთგვარ შოკს ნავთობის ბაზარზე, ნავთობის ფასის კრიტიკული გაძვირების სახით. რთულია იმისი პროგნოზირება, რა დაემართება ნავთობით ვაჭრობას მსოფლიოში, თუ კი ეს პროცესი კიდევ გახანგრძლივდა და კიდევ დიდხანს ასე ვთქვათ აღმოჩნდა მთავარი ეს საკვანძო ჰორმუზის სრუტეს მთავარი საომარი მოქმედებების ეპიცენტრში. ნავთობის ფასებთან დაკავშირებით გვინდა რომ დღეს ცოტა უფრო ღრმად ვისაუბროთ, იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ამ შემთხვევაში არის ბუნებრივია არა მხოლოდ აი ამ რეგიონის ნაწილი, ზოგადად ყველა ქვეყანაზე ეს ახდენს გავლენას. ნავთობის გაძვირება არ ნიშნავს მხოლოდ საწვავის გაძვირებას ბენზოგასამართ სადგურებზე, ხო? ეს არის ენერგომატარებელი, რომელიც აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე მოახდენს, ყველა პროდუქტის ფასზე მოახდენს გავლენას. იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტირება, მიწოდება, დისტრიბუცია ნებისმიერ პროდუქტს სჭირდება, სხვა თუ არაფერი, ხო, წარმოებაში თუ არ იყენებ ამ ნავთობს, მიწოდებაში და დისტრიბუციაში მაინც აბსოლუტურად ყველა პროდუქტის მიწოდება სჭირდება სწორედ ენერგომატარებლები და ბუნებრივია თუ კი ეს ენერგომატარებლები ძვირდება, შემდეგ ეს პროდუქტის ფასზეც ახდენს გავლენას. ევროპა არის ამ შემთხვევაში საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, როგორც ამას ამბობენ მიმოხილველები, იმიტომ რომ ევროპას აქვს ნავთობის და გაზის მიღების ლოჯისტიკური პრობლემები უკვე, იქიდან გამომდინარე რომ
მათ არა აქვთ ასე ვთქვათ, მათ საზღვრებთან ახლოს მდებარე საბადოები, საჭირო არის სწორედ აი ირანის გავლით და სხვა ასე ვთქვათ შორი მარშრუტებიდან ამ ნავთობის და გაზის ევროპამდე მიტანა და აი ამ ხრივ იქნება პრობლემები. აქ უნდა ვთქვათ, რომ აი საქართველოს ამ ხრივ ალბათ უფრო განსხვავებულ მდგომარეობაშია, ზოგადად ნავთობის კრიზისი უკავშირდება ორ მნიშვნელოვან ფაქტორს. ერთი ეს არის ფინანსური ფაქტორი, როდესაც გლობალურ ბაზარზე ძვირდება ნავთობის ბარელი, ნავთობის ფასები და მეორე ეს არის ლოჯისტიკური პრობლემები, რაც თქვით, რომ აი უშუალოდ აი ამ ნავთობის თუნდაც ძვირად შეძენილი ნავთობის ტრანსპორტირება რამდენად ხდება კონკრეტულ ქვეყანაში. ჩვენ საქართველოს ამ ხრივ ალბათ საქართველოს ამ ხრივ გაუმართლა იმ კუთხით, რომ გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს ისეთი, ორი მსხვილი წარმოებელი ჩვენს რეგიონში ეს არის აზერბაიჯანი და ეს არის რუსეთი, ორივე ესაზღვრება საქართველოს და ამდენად ეს ლოჯისტიკური პრობლემები ჩვენ რო აი როგორ მოგვაწვიან ენერგომატარებლებს ალბათ ნაკლებად შეგვექნება თუ არ მოხდა რა თქმა უნდა უშუალოდ აი ამ ნავთობსადენებზე გარკვეული შეფერხებები, სხვა მხრივ ლოჯისტიკური პრობლემები საქართველოს არ აქვს, მაგრამ პრობლემა ჩვენ გვექნება სწორედ ნავთობის გლობალურ ფასთან მიმართებაში, რადგან თუ კი ძვირდება ეს ნავთობი, ჩვენც მოგვიწევს რომ ჩვენთვისაც ძვირდება და ჩვენც მოგვიწევს რომ ძვირად შევიძინოთ ეს ყველაფერი. ამდენად ამ შემთხვევაში საქართველოს შეიძლება აი ევროპის კონტინენტთან ევროპის სახელმწიფოებთან მიმართებაში კონდეს აი ეს უპირატესობა, რომ ჩვენ გვაქვს მათ შორის ბაზრის დივერსიფიცირების ფუფუნებაც, რომ ნაწილი მივიღოთ ერთი მხარიდან, ნაწილი მივიღოთ სხვა მხრიდან და ამისთვის რაღაც ლოჯისტიკური განსაკუთრებული პროექტების განხორციელება არ ჭირდება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ნუ აი ეს ფასი, ნავთობის ფასი მართლაც არის მართლაც შეიძლება გახდეს კრიტიკული პრობლემა, რადგან ყველაფერზე, როგორც ვთქვით, აბსოლუტურად ყველა სახის პროდუქტზე ეს მოახდენს გავლენას. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენს სახელმწიფოს და მთავრობას გამოცხადებული აქვს, რომ ფასების შემცირების კომისიაც კი არსებობს საქართველოს პარლამენტში, რომელმაც უნდა დაადგინოს კონკრეტულ პროდუქტებზე, რატომ არის ფასები ძვირი. სამწუხაროდ ალბათ რთულია ასეთ ვითარებაში, რომ ამ მიმართულებით რაიმე პოზიტიური პროგნოზი გქონდეს. ცოტნე შენთან დავიწყებ საუბარს. ჩვენ ვთქვით, რომ ჰორმუზის სრუტის კრიზისი სამწუხაროდ გრძელდება მიუხედავად იმ განცხადებებისა, რაც ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპს რაღაც 2-3 დღის წინ, მან თქვა, რომ ძალიან მალე დასრულდებაო ეს კონფლიქტი, მაგრამ ჯერჯერობით ამისი პირი არ უჭანს. მე დღეს ჩვენ საუბრობდით, სხვა შორის მენიშნა კიდე ერთი საინტერესო სიახლე, ზელენსკის განცხადება იყო ამ შემთხვევაში. ჩემთვის საინტერესო, სადაც ის აი რაღაც ძალიან ამაყი სახით საუბრობს, რომ დაჭირდა ამერიკას უკრაინის თავი და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ამაყები ვართ, რომ ვიღებთ მონაწილეობა, შეგვიძლია რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამერიკის უსაფრთხოებაში თუ გლობალურ უსაფრთხოებაშიო და ჩვენ გვაქვს კარტები, რომლებიც აქამდე არ გაგვითან დაფარული გქონდაო. ეს აშკარად არის ტრამპის პასუხი, ისეთი ცოტა ცინიკური პასუხი. თუმცა აი ზელენსკი რომ ამდენის უფლებას აძლევს ახლა საკუთარ თავს, ეს შეიძლება აჩვენებდეს სწორედ იმას, რომ მართლაც გარკვეულწილად ამერიკულმა მხარემ გაიარა უკრაინულ მხარესთან რაღაც ტიპის კონსულტაციები და მათ ჩართულობაც როგორც ჩანს განიხილება. მაგრამ რაც მთავარია, მე რაც მენიშნა ამ შემთხვევაში ზელენსკიმ ჩემი აზრით გაყიდა ამერიკელები ძალიან მნიშვნელოვან საკითხში. მან თქვა, რომ ჩვენი ჩართულობა ჩვენ მოგმართა ამერიკამ დახმარებისთვის, იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნის სამხედრო მოქმედებების წარმოებისას მხოლოდ უკრაინას აქვს სახმელეთო ოპერაციებში ყველაზე მდიდარი გამოცდილება და ეს სახმელეთო ოპერაციები რუსეთის შემდეგ ალბათ. ნუ ალბათ რუსეთის შემდეგ ეს იგულისხმება, რუსეთს რო არ მიმართავს ამერიკა გასაგებია, მაგრამ აი თვითონ ამ ფრაზის ხსენება და აი ამ ინფორმაციის გაჟღერება, რომ თურმე სახმელეთო ოპერაციებში აქვს უკრაინას გამოცდილება და ამიტომ დაჭირდა ამერიკას მათი ჩართულობა, ჩემი აზრით ეს არის იმისი დადასტურება, რომ ამერიკა სერიოზულად განიხილავს შტატები ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას. და შეიძლება სწორედ ამ კუთხით მართლაც დაჭირდა უკრაინელი ინსტრუქტორებისგან გარკვეული რეკომენდაციები. ეს ეხა უკრაინა რამდენად იქნება ამ კონფლიქტში წარმოდგენილი და რა როლი ექნება
ჩემი აზრით, ნუ ზელენსკის ეს სიტყვები გაზვიადებულიც არის და ნაკლებად საინტერესოც. ყურადღების მიქცევას ცდილობს. კი, ის უბრალოდ ცდილობს, რომ თამაში დარჩეს და არ აღმოჩნდეს თამაშგარი მდგომარეობაში, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო შეჭრას ირანში სერიოზულად განიხილავს, ალბათ ჩემი ვარაუდით, როგორც მინიმუმ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარების მიზნით და იმ საბაბით, რომ აღარ მოხდეს გლობალური შეფერხება ნავთობის ვაჭრობაში. ჩემი აზრით, ეს ამ სცენარის კონტურები არის უკვე საგრძნობლად გამოკვეთილი. ეს ეწინააღმდეგება თავად შტატების ხელმძღვანელობის ნარატივს, რომ ომი მალე უნდა დასრულდეს, რომ ამერიკა არ უნდა აღმოჩნდეს ხანგრძლივ კონფლიქტში ჩართული, მაგრამ ახლა თუ შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ სხვანაირად პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება და ჯერჯერობით ესე არის, მიზნის მიღწევა, ასე ვთქვათ, აი ამ სამხედრო ოპერაციის ვერ ხერხდება, მიზანი რა იყო ამ შემთხვევაში ამერიკის, რომ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა და უნდა დამყარდეს იქ ისეთი რეჟიმი, რომელიც ბირთვულ იარაღზე, ბირთვულ ტექნოლოგიებზე იტყვის უარს. ეს შედეგი ჯერჯერობით ამერიკას და ისრაელს მიღწეული არ აქვთ. თუ ეხლა ესე საჰაერო დაბომბებით და შეტევებით ვერ იქნება ეს შედეგი მიღწეული, მაშინ რა ვიცი, სამწუხაროდ არის პროგნოზი, შეიძლება კონდეს ისეთი პროგნოზი, რომ სახმელეთო ოპერაციაც ჩატარდეს ირანის წინააღმდეგ, ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა მათ შორის არც დონალდ ტრამპმა. რა შეიძლება აი ესეთ დროს ველოდოთ ცოტნე შენი აზრით და არსებობს თუ არა მართლაც ამისი რისკები. კი ბატონო, მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. მოდი აქედან დავიწყოთ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, ეს რაღაცა ასე ვთქვათ პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც იწვევს რაღაცა გლობალურ ნავთობის გლობალური მიწოდების შეფერხებას, ხო? ეს არის პრობლემა ნაწილი მსოფლიოსთვის, მაგრამ დანარჩენი ნაწილი მსოფლიოსი ამ ყველაფერს არა პრობლემა და არამედ შესაძლებლობად აღიქვამს. ესე შევხედოთ, რომ ანუ არა კი ჩვენისთანა ქვეყნები და ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ არ არიან ნავთობმოპოვებელი ქვეყნები და აქვთ დამოკიდებულება სხვა ქვეყნების მხრიდან შემოსვა იმპორტულ ნავთობზე და გაზზე, იმათთვის რა თქმა უნდა პრობლემაა, მაგრამ ისეთი სახელმწიფოები, მაგალითად როგორც არის თავად ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც არის კანადა, მაგალითად როგორც არის რუსეთი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ესე ასე ვთქვათ ნავთობ ექსპორტიორი ქვეყანა და მათ შორის ვენესუელა, რომელიც ასე ვთქვათ ჭალებს ჟარგონს თუ ვიხმართ, რამდენიმე კვირის წინ დაითრია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე და ვენესუელა ვიცით რომ სოფლიოში ნომერ პირველი სახელმწიფო ნავთობის მარაგების მიხედვით. აქედან გამომდინარე ეს პრობლემა შეიძლება პრობლემა იყოს დანარჩენი მსოფლიოსთვის, მაგალითად ევროკავშირისთვის, სადაც დავუშვათ ომის დაწყებიდან სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან მოყოლებული ფასები ნავთობპროდუქტებზე და მათ შორის გაზზე 80% გაიზარდა უკვე. ხო, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ეს პირდაპირ ურტყამს ევროკავშირს და ევროკავშირის ეკონომიკას. და რატომ რისი თქმა მინდა ამით? თავის მხრივ ის ქვეყნები, რომლებიც დაუშვათ ჩვენ გვახსოვს მაგალითად ტრამპის ცოტა ისეთი ასე ვთქვათ გულნატკენი და გაბრაზებული გამოსვლა კირ სტამერთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრემიერთან დაკავშირებით, სხვა რომ ეს ურთიერთობები, რომლებიც იყო რაღაცა ძალიან ახლოს, სამწუხაროდ დღეს ესე აღარ არის. ჰორმუზის სრუტის დაკეტვა და ამით ზეწოლა სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკაზე, მათ შორის ევროკავშირის ეკონომიკაზე, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე და ასე შემდეგ, მათ შორის ჩინეთის ეკონომიკაზე პირველ რიგში, ეს შეიძლება აღმოჩნდეს ბერკეტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელში და ეს შეიძლება პრინციპში იყოს კიდეც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში იმისთვის, რომ აი დღეს თუ გერმანელები და ბრიტანელები დაუშვათ ამბობენ, რომ ისინი არ ჩაერთვებიან ირანის წინააღმდეგ კონფლიქტში და არ მისცემენ დაუშვათ თავიანთ ბაზებს ამერიკას და ისრაელს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ჩასატარებლად, ხო? ეს ომი თუ ესე გაიწელა ვადებში, მათ შორის თუ ამერიკელებმა გადაწყვიტეს და ეს რა თქმა უნდა ამას ჩვენ აპრიორში ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამერიკელებს შეიძლება მოუწიოთ იქ სამხედრო ოპერაციის ჩატარება, ხო, ამ შემთხვევაში ეს ქვეყნები, რომლებიც დღეს ამ ყველაფერისგან დისტანცირებას ცდილობენ, შეიძლება იძულებულები აღმოჩნდნენ საკუთარი ინტერესებიდანვე გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ აი ერთი კვირის თავზე, რაც ციფრიც ვახსენე, ხო, 80%-იანი ზრდა ნავთობპროდუქტებზე და გაზზე, რაც უკვე ესეთი ფაქტია და ხელშესახების შედეგია ევროკავშირის ეკონომიკისთვის და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, აი ეს პროცესი რაღაც
რაღაცნაირად შეჩერდეს, ანუ შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ იმ რეალობის წინაშე, როდესაც მათი ინტერესებიც იქნება, რაც შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების ისრაელის ხარდაჭერა და რაც შეიძლება მალე ირანში ამ კონფლიქტის ამოწურვა, დამთავრება, რა თქმა უნდა, ებრაულ ამერიკული ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომ ესე ცალსახად ერთია რას ამბობს ტრამპი და როგორ სახავს ამ პროცესებს, მაგრამ მეორეა ის, რომ რა ინტერესები შეიძლება გქონდეს მას რეალურად და ჩვენ წინა ეთერში როდესაც საუბრობდით აი ამ კონფლიქტზე ვახსენეთ, შესაძლოა გუშინაც შედგა სატელეფონო საუბარი პუტინსა და ტრამპ შორის. და მათ ზუსტად ეს საკითხი განიხილეს, მათ განიხილეს ასევე იყო საუბარი, რომ პუტინმა ასე ვთქვათ შესთავაზა და დახმარება ტრამპს ახლო აღმოსავლეთში ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით, თუ რაზეც ახლა ტრამპი როგორც თეთრი სახლი ავრცელებს ამ ინფორმაციას, ტრამპმა უპასუხა, რომ შენი დახმარება იქნება თუ უკრაინაში ომს გააჩერებ. მაგრამ აი ეს გასაგებია, ეს პროპაგანდის თვის გაკეთებული განცხადება იყო ისე როგორც იყო გაკეთებული, თუმცა ამას მოყვა მე პუტინის სატელეფონო ზარი არახ ფეზეშკიანთან, ირანის პრეზიდენტთან და დღეს პუტინი ესაუბრა ილჰამ ალიევს და ყველა შორის მადლობა გადაუხადა იმ დამოკიდებულებისადმი, რასაც ის იჩენს ირანთან მიმართებაში, ხო? საინტერესო რა არის, ესე ავხსნათ და ესე გავშალოთ, რომ შევაჯამოთ ყველაფერი, რასაც ეხლა რაც ჩამოყალიბება ვცადე, ეს არის ის, რომ ის გაცხადებული რიტორიკა, ის გაცხადებული პოზიციები, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძლება გააჩნდეს, ან ის გაცხადებული პოზიციები, რაც რუსეთს შეიძლება გააჩნდეს, ღიად და რასაც ჩვენ ვისმენთ ჩვენთვის, ხო, ეს განცხადებები კეთდება საჯაროდ იმისთვის კეთდება, რომ მოისმინოს პირველ რიგში ამერიკის მოქალაქეებმა და დანარჩენმა მსოფლიომ ამის შემდეგ, ხო? ეს არის ის განცხადებები, რომლებიც მათ გამიზნულად აკეთებენ იმისთვის, რომ გვითხრან ის, რაც უნდათ რომ ჩვენ ვიცოდეთ. ხო, ამის უკან არის მთელი რიგი დინებები და არის მთელი რიგი ინტერესები და მისთვის რომ გავიგოთ თუ ვის ინტერესში არის ის პროცესები, რაც მიდის, უნდა დავინახოთ ვინ გამოდის აქედან მოგებული, ხო? მე ამას ვამბობ, რომ დავუშვათ იგივე ჰორმუზის სრუტის დაკეტვა, რომელსაც თითქოს იმიზეზებს ამერიკის შეერთებული შტატები იმისთვის, რომ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი სახმელეთო ოპერაციის დაწყების სინამდვილეში, რომ ავიღოთ რეალურად და რომ შევაფასოთ, არის ამერიკული ინტერესი. იმიტომ რომ ამერიკული ნავთობი იყიდება ბევრად მეტი, ვიდრე იყიდებოდა აი ამ კონფლიქტის დაწყებამდე, პლუს იმიტომ რომ ვენესუელა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტი მოიპარა ვენესუელის და დღეს უკვე შეთანხმება არსებობს, ამერიკულ-ვენესუელური ომხრივი შეთანხმება არსებობს, რომ ისინი ერთად მოიპოვებენ ნავთობს ვენესუელაში, ხო, ეს ნავთობ რესურსები და ეს ენერგორესურსები არის უკვე ამერიკული კონტროლის ქვეშ და პლუს ამას რუსული ფაქტორი, როდესაც აი ჩვენ ხედავ და ჩვენ უყურებთ მათ სხვადასხვა წინა ეთერში ვთქვით, რომ რუსულ-ჩინური ალიანსის შესასუსტებლად, ასე ვთქვათ, თუ დასაშალად არა, აუცილებელი იქნება რუსეთის რეინტეგრაცია ევროპულ ეკონომიკაში და ევროპულ პოლიტიკაში. ხო, ევროპულ ბაზარზე, ხო? და ეს ამის ნიშნები უკვე გვაქვს, მაგრამ ეს გამოიხატება იმაში, რომ გადად როსნეფტს, რომელიც დასანქცირებული იყო მთელი დასავლური ცივილიზაციის და სასავლური სამყაროს მიმართ, აი ამ პროცესების პარალელურად ეს სანქციები მოეხსნა, ხო? კიდე ერთი ფაქტია მნიშვნელოვანი, ჩვენ ვნახეთ ამასთანავე მოვიცნოთ განცხადება, ინდოეთს უფლება მისცა, ნუ ჯერ ეს ხო როგორი ფაქტია თვითონ არა, ინდოეთს 1.2 მილიონი არიან, 200 მილიონამდე არიან და უფლება მიეცა, რომ ეყიდა შეეძინა ნავთობი რუსებისგან. ესეთი ფაქტია და უბრალოდ ღირებულობდა რა როგორც არა, ყოველ შემთხვევაში ღიად, აი რასაც ამბობს, რომ ოფიციალურად უკვე რიტორიკა არის. ხო, ნუ ანუ ტარიფებს აღარ დაუწესებს. ენერგომატარებლების, ანუ ბაზარზე დაბრუნდეს რუსეთი, ეს ამის ფაქტორიც არის. ეხლა ვის ჯერა, ვის არ ჯერა სხვა თემაა, მაგრამ კონსპირაციულ პოლიტიკას და თეოლოგიას თუ მიუყვებით ამ იდეოლოგიას, მაშინ არ გამოურიცხავ იმასაც, რომ იმ პირველ შეხვედრაზე, სადაც 5 საათი ალასკის შეხვედრაზე ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ, არც ირანის სავარაუდო დაწყებულ კონფლიქტს გამოურიცხავ, რომ ესაუბრათ ამ თემაზე და დანარჩენის ფაქტორებით, რომელსაც მადუროს ჩათვლით და აი ინდოეთის ამ ნავთობის კედვის ჩათვლით, ამას არ ჩვენ ნუ გამოურიცხავთ ყოველ შემთხვევაში, რეალ პოლიტიკა ეს არის, ხო? ეგ არის ხო თავარი კითხვა, რომ ერთ-ერთი უდიდესი, ერთ-ერთი კი არა, ორი თავარი გეოპოლიტიკის თავარი პოლიტიკური ძალის მქონე თავარი ქვეყნის ორი პრეზიდენტი, როდესაც ხდება სხვაზე რაზე უნდა ელაპარაკა წარმოუდგენელია, ხო? მან იყო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც იყო, ჩვენ
ჩვენ მაშინ სხვა შორის გავაკეთეთ ამაზე ყურადღება მივაქციეთ ჩვენი მაყურებლისთვის. გახსოვთ მაშინ ვიდრე დაიწყებოდა ეს შეხვედრა ტრამპის წინასწარი კომენტარი იყო რომ თუ ეს შეხვედრა მალე დამთავრდა ჩათვალეთ რომ ესე იგი ცუდი რაღაც ხდება ესე იგი ჩვენ ვერ მოვილაპარაკეთ ესეთ კომენტარი გააკეთა ტრამპს ჩვევია თქვა რაღაც არაორდინალური განცხადებების კი ბატონო ხო და ამ დროს კი ბატონო ეს რეალურად მან სწორი გზავნილი იყო ის რომ თუ გაგზელდა ეს შეხვედრა დიდი ხანი მაშინ ჩვენ ბევრ რაღაცაზე მოვილაპარაკებთ ყველამ კარგად იცის 5 საათი გაგზელდა ნუ როგორი დახვედრა იყო და ასე სხვა თემა მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში როცა ანალიზს ვაკეთებთ უნდა რაციონალური შეფასების დროს მით უმეტეს უნდა ამ პრიზმითაც შევხედოთ რომ სწორედ იქ გადაწყდა და სავსებით ვეთანხმებით ცოტნეს რომ სწორედ ჩვენ თუ წინასწარ რაღაცა დაგეგმილ ესეთ შეხვედრებზე ყოველთვის და ესეთი აქტორები რა თქმა უნდა ბევრი რამე წყდება შეიძლება 100% არ გამოვიდეს იმიტომ რომ იქაც ბევრი რამე დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე ხო როგორი რეაქცია ექნებოდა მაგალითად თუნდაც ვენესუელის ხალხს თავის დროზე აი მადუროს მოპარვით ეს არავინ არის 100% თუმცა გადაწყდებოდა უკვე შემდეგ იმიტომ რაღაც კრიზისულ სიტუაციას შეიქმნა არ შეიქმნა ვენესუელაში მაგრამ ირანთან მიმართება შეიქმნა, იმიტომ რომ ესე მარტივად არ მოხდა. ჯერ ერთი რომ ნუ ვერც და არც მოიპარა და ვერც მოიპარავდა ესე მარტივად ადამიანს, რომელიც ხოხტები ის კაცი, რომელიც იყო ირანელი ხალხისთვის, თუმცა სამწუხაროდ უფრო ცუდი მოხდა, პირდაპირ მოხდა დაბომბვა. საერთოდ ეგ ძალიან დიდი შეცდომა არის ხოლმე, ჩემი აზრით, ჩვენი ანალიტიკოსებისაც და საზოგადოებაშიც არის ეგეთი განწყობები, რომ იმას კაცო ესე აქვს გადაწყვეტილი და ესე იქნება, აი დაახლოებით ასე ამერიკანმა ისე გადაწყვიტა და ეხა ამას არ არის ასე მსოფლიო ისტორია ხო არის ამისი მაგალითი რომ ეხა ყოველთვის იყვნენ მსოფლიოში ლიდერები, რომლებსაც აი ესე ძალის ლიდერები და იყვნენ მაგრამ იმათაც ეხა 100%-იანი გარანტია რომ შე რა პროექტსაც წამოიწყებ ის 100% დასრულდება წარმატებით არც ერთ ლიდერს არასდროს არ ქონია ნაპოლეონს არ ქონია და ჩვენი ანალიტიკოსების პრობლემა რა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თუნდაც აი ჩვენ როცა ვიწყებთ ხოლმე ან ესენი იწყებენ ხოლმე რომელიმე ისტორიული ფიგურის ან პოლიტიკოსის მის კრიტიკასთან მის შემოქმედებით თუ მოღვაწეობით მოდი პირდაპირ ვთქვათ განხილვას ყველაზე მთავარი პრობლემა აი მაგათაც სტალინის შემთხვევაში ისინი ხშირად აკრიტიკებენ ადამიანს მაგრამ იმ ეპოქას არსაო რა ეპოქაში უწევდა სწორედ იგივე ზუსტად რაც შეთქვი თუ ხვალ ვინმე 10 წლის მერე დაიწყებს პუტინის ტრამპის ნებისმიერი პოლიტიკოსის თავის ქვეყანაში თუ საგარეო პოლიტიკაში ვინ რა როლი შეასრულა უნდა შევაფასოთ და გავაკრიტიკოთ ანუ როგორც კარგი უნდა ვთქვათ შევაფასოთ ასე უარყოფითი იმ ეპოქიდან რა დროში უწევდა მას ეს ეხლა სულ სხვა დროს შეხვდნენ ერთმანეთს პუტინი და ტრამპი ალასკაზე ხო ეხლა ისტორიულ ნაწილს გავიხსენოთ გულდაწყვეტი თქვა ისის პუტინმაც და გულწრფელად თქვა რომ შეხვდა იმ ადგილას სადაც სულ ძალიან სულელურად გაკიდა თავის დროზე რუსეთმა არ ვიცი გულდაწყვეტის გარდა მოკითხო ცოტა სხვა კონტექსტი წიდო თუმცა ხო იმ ეპოქაში შეაფასა და ის საკმაოდ პრაგმატულად შეაფასა იმ მომენტში მას არ უთხოვს რომ აი ხა მან უბრალოდ თქვა რომ გულდასაწყვეტია რომ თავის დროზე გაჭირვება იყო ვითომ მიზეზი რომ გაკიდეს მაგრამ ამავე დროს ჩვენ ხო ვიცით რა დროს შეხვდნენ ისინი და მით უმეტეს ხვალ ზეგ უარესად ანუ თანამედროვეობას და განვითარებას როგორც შეიძლება პროგრესი მოაქვს ხო რაღაც საკითხებში ჩვენ ანუ ბევრი ანალიტიკოს რეგრესია ხო ამის თქმა მინდა რა პროგრესი შეიძლება იყოს დიპლომატია ხო რა რეგრესია თუმცა ისინი ჩარჩენილი არიან ისევ პიროვნებას განიხილავენ და აი სტალინი შეუტანეს მილიონის და მოაწერა ხელი ნუ ჯერ ხო რაღაც კითხვა მაინც უნდა დაისვას რომ კაცო თუ ამ კაცს მილიონი დანოსი შეუტანეს ამადამ ხალხზე რომ ესენი დახვრიტე ხა ლოგიკაში ხო უნდა ვიღაცა მიკითხოს მან დავიჯეროთ თქვათ მილიონიდან ეხლა შეიძლება მაგრამ კითხვა ესე იგი ერთი მაინც რო დაიწერა რაღაც არგუმენტი ხო უნდა ყოფილიყო რომ ის რა დრო იყო მაშინ რატომ მოხდა ესე რა ეპოქაში უწევდა როგორ მოვიდა კაცი რომელსაც ხშირად მოიხსენებდნენ ისტორიკოსები მეწაღის შვილად მე არ ვაკნინებ და არც ის ისტორიკოსები სენსაცია შემთხვევაში რომ მეწაღის რატო იმიტომ რომ მეწაღის ნაპატიმრა მე ისევ ამბობ და მოდი კაი ხო ევროპულ ლიდერებს გადავხვევით ჩერჩილის მაგალითი ავიღოთ ხუჯერ ფაქტიურად
დაგებული ქონა კაც არჩევნებიც რამდენი კრიტიკა იყო ხანძრიდან დაწყებული აი ეს როცა მივიდა იმ აქციას ხანძარი როცა მოხდა პოლიციელებთან დაკავ მილიონი ამ ნაპოლეონის მაგალითად ავიღოთ საკუთარმა ხალხმა გადაასახლა ხუჯერ კაცი დევნილი იყო და ბოლოს როგორც არის დასაფლავებული და რადიდები და ვინ შექმნა ეპოქალურად უნდა განვიხილოთ ჩვენც ესე მოგვიწევს სულად გეთანხმები მე რა ხვალას ასე უნდა გააკეთონ სტალინის მაგალითად ძალიან სწორია სუეგ არგუმენტი მქონდა ხოლმე რომ აი სტალინის დროს მოხდა რეპრესიები საბჭოთა კავშირში და შეეწირა რა თქმა უნდა ათეულობით ათასი ადამიანი ამას ეს არის საშინელი ფაქტი ამას კი არავინ არ უარყოფს მაგრამ ეხლა თუ საუბრობ იმას რომ სტალინმა ჩაატარა რეპრესიები მოდი შეხედე აბა დანარჩენ მსოფლიოში იმ დროს იმ ეპოქაში რა ხდებოდა ამერიკაში დიდი დეპრესია სადაც აი ეს პირდაპირ მიტინგებს ხვრიტავდნენ გაუსამართლებლად გერმანელები ებრაელებს არა ნაციზმი როგორი მოდებული იყო მუსოლინის მაგალითი ავიღოთ ფრანკოს მაგალითი ავიღოთ ებრაელებს ცოცხლად წვავდნენ კრემატორიუმებში ამ დროს იტალიელები შეიჭნენ ეთიოპიაში და 300,000 ეთიოპიელი დახოცეს და სურათები არის პირდაპირ თავმოკვეთილი იაპონია ჩინეთში შეიჭრა და უბედურა ანუ ეს ხდებოდა მთელ მსოფლიოში და ახლა საბჭოთა კავშირში ხდებოდა თურმე რეპრესიები ყველაზე მაგარი რა არის როცა მაგალითად ხო მუსოლინის იტალია ავიღოთ ხო ეხლა ეს ხო ვიცით არა ანუ რისი რომანტიზმი იყო მაშინ და საერთოდ რა ხდებოდა მუსოლინის და ჰიტლერის სულ ხშირად ვიმეორებ ორივე ორ-ორჯერ იყვნენ ჟურნალ ტაიმს ხდაზე პირველ ყდაზე ანუ მაგრამ იმ დროს როცა ეს ხდებოდა არავის არ უნდა იკითხოს რომ ეხლა ლაპარაკობენ იტალიურ კინოზე და მოდაზე ვის პერიოდში განვითარდა ვისი ცოლი იყო მუსოლინის დუჩეს ცოლი იყო რომელიც ჩაუდგა სათავეში მოდას და მუსოლინის დროს გადავხედოთ ჯერ როგორი სოფლის მეურნეობაზე რა ხდებოდა როგორი იყო და თუნდაც ყველაფერს თავიდან მოდი გერმანელებს შევხედოთ ეს ნაცისტური მთავრობა რა წისვლა ქონდა როგორი განმარტებები ქონდა ყველაფერს თავიდან ვარებოდ იმას კი არ ამბობენ რომ რა პირობებში და რა ვადებში ჩაატარა ოლიმპიადა გახსოვთ ხო ეს გერმანიის ეცნობილი ფაქტი როცა როგორ ემზადებოდა და როგორ აშენებდა დღეს ის უმეტესად ის აშენებული ეგრეთ წოდებული სტადიონებია და ეს ახლა მეორე ზოგადად ამას არაფასებენ ჩვენი ანტიკოსები ეპოქას არაფასებენ ისტორია ის კი ბატონო ესე იყო და მორჩა ისტორიას ყოველთვის აქვს მხარე არ აქვს მხოლოდ ერთი მხარე საერთოდ ისტორია ესე ცნობილი გამონათქვამია რომ ისტორია არის ინამდვილეში ვერსია რაზეც ადამიანები შეთანხმდნენ ანუ ისტორია არ არის ეს რაღაც ერთი კონკრეტული მოცემულობა და იმას მსოფლიო ომი თუნდაც ხო ეხა იმ უზარმაზარი ტრაგედიების რაც ამ მოვლენას ახლდა ამ ყველაფერმა შეუწყო ხელი მაგალითად საოცარ ტექნოლოგიურ განვითარებას მედიცინაში გადატრიალება მოხდა ტექნოლოგიებში გადატრიალება მოხდა ატომური ბომბი გამოიგონეს ადამიანებმა ბირთვული რაზეც დგას დღეს ზოგადად მეცნიერება ხო ეს ბირთვული ფიზიკა მაშინ განვითარდა და უამრავი სხვა რამ რა თქმა უნდა იგივე პროპაგანდაში კულტურაში არ შეიძლება ხა რიფენშტალი არ გაიხსენო მაგალითად თუ საუბრობთ გერმანულ კინოზე იმ პერიოდის და ასე შემდეგ ეს რა თქმა უნდა ეს არის თამდევი რაღაცა პოზიტივი რაღაც მიმართულებით ყოველთვის აქვს მაგრამ ამიტომ ამბობ რომ ესე ცალსახად შეაფასო ისტორია და ისტორიული პერსონა და ისტორია არ შეიძლება რომ არ გაითვალისწინო ეპოქა და რა ეპოქაში ეს მოვლენები კულტურაზე და საერთოდ ყველაზე არ ვიცი თუ რამე ნაწარმოები შეიქმნა და მსოფლიო ლიტერატურა ავიღოთ და მათ შორის ჩვენი უმეტესწილად ჩვენი არ ვიცი აი ვიზე ვთქვათ პირადად ვთქვათ რომ ავიღოთ პერსონალურად ვაჟას ცხოვრება აი როდის და რა პერიოდში შეიქმნა რამ უმეტესწილად მაინც ხო რომ ვთქვათ ანუ რაღაცა იმ მდგომარეობამ იმ ყოფამ შექმნა ხა იგივე დოსტოევსკის მაგალითად ავიღოთ ვაჟას და ბევრი რამე და სულ ყოველთვის ერთი მაგალითი მომაქვს ანუ ეს ლიბერალები ხო იერებად ქმნის ნობიერებას კი ბატონო ლიბერალები ხო ეხა ცოტა ფილოსოფოსია მით უმეტეს და ჩვენ ხანდახან ვეჭერებით ხოლმე ძალიან მის რაღაცა კომპეტენციებში მაგრამ ერთ-ერთს ვეკამათებოდი ერთ-ერთ ლიბერალს რომლისთვისაც აი რა არის ცი რომ აი მაგალითები რომ მოაქვთ ანუ რუსეთი უბრალოდ იცის რომ რუსი მტერია თორე სხვა შემთხვევაში ხშირად მეტიწილად ხო ეს ადამიანები ნუ კი ბატონო დოსტოევსკის ლაპარაკობენ როგორ იცი რა ლევან ბერძენიშვილმა თქვა და მე ანუ იმას კი არ აღიარებენ რომ დოსტოევსკი დაანება ანუ თავად თვითონ და ეხა დოსტოევსკი და ტოლსტოის რა მიმოწერას ქონა ერთმანეთთან და როგორი კრიტიკა ქონათ ხო იგივე თან თუნდაც თავის ძროზე რელიგიის და შემდეგ იმ რუსული იმ პერიოდის მეფის და ასე შემდეგ მაგრამ რახმანინოვის ცნობილი ის არის რა რომ რამე რო იყოს ხო რახმანინოზე ყველა ილაპარაკებს ყველა რაღაცას გეტყვის და მაგრამ რახმანინოვი პირველი კაცი იყო რომელმაც
რევოლუციაზე ასეთ რამე ნათქვამი რომ როდესაც დავინახეო როიალე ვარდებოდაო შენობიდანო აი მაშინ მივხვდი რომ საშინელი რაღაც ანუ ცუდის მომასწავლებელი რევოლუციაო აი როგორ აქვს იცი ეს ფრაზები მაგრამ იმას კი არ უყო რა ეპოქაში თქვა რა დროს თქვა რა კონტექსტში თქვა ეს კი აი მე აკაკი წერეთლის იმ ლექსს რო დაათრევენ ხოლმე ეგ მიშლის ნერვებს რომ აი იცი ხა არ მოყვები ეთერში უსმაწური ლექსია სადაც ახასიათებდა ასეთი ენაც მათ შორის და რუსეთთან დაკავშირებით ხო ვიცით ხა ყველა მე აი აკაკი წერეთელმა ბიჭო ის აიკითხე 100 აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცაა ნათქვამი ხო ამ ყველაფერზე და სხვას რას ამბობდა ანუ მხოლოდ Facebook-ზე წაკითხული ორი აბზაცით რომ შენ გამოგაგ დასკვნა რომ ის თემა იცი და აკაკი წერეთლის შემოქმედებას იცნობ იმიტომ რომ აი მე იმ რუსის დედა და რაღაცა აგ ერთი ფრაზა ნათქვამი ამოჭრილი ნახე რომ 100 და შეიძლება კიდევ უფრო მეტი მაგის საწინააღმდეგოც აქვს ნათქვამი იმას კიდე მეტის თქვათ რა აკაკი წერეთლის ძმა პირადად მისი ძმა იყო მეფის რუსეთის კანონი ანუ დაცვის ანუ მაშინ ძალიან ცნობილი იყვნენ კავკასიელები, ჩერქეზები და მათ შორის ქართველები და იყვნენ ფაქტიურად იყოი და აკაკი ჩასულია მასთან. აკაკის ეს ჩანაწერიც ნახონ. აკაკის თავიდან სამხედრო კუთხით და გზით უნდა წასვლა თავის ძმის მაგა და ჩასულია და რომ აკაკის მას პირადი კრიტიკა ქონდა აი ამ მიმართებად რომ ჩავიდა რომ ნახეთ თორე აკაკის ძმა იყო პირად და საკმაოდ დიდი გავლენები სარგებლობდა. იქ მიქელაძეც იყო გურული კაცი და ძალიან ბევრი მეტიც თავადები იყვნენ მეფის დაცვის აკაკი წერეთელიც ილია ჭავჭავაძე რა თქმა უნდა ეს არის მართლა ამათი პრობლემა ზოგადად ჩვენი ქვეყნის პრობლემა ეს იმ ხალხის პრობლემა კი არ არის და იმას კი არ ვამბობ რომ ან აკაკი წერეთელი ან ილია ჭავჭავაძეს რამე აკლდება ამითი მაგრამ ეხლა ნუ ის რა თქმა უნდა იყვნენ ჯერ ერთი არისტოკრატული წარმოშობის თავადაზნაურობას წარმოადგენენ 19 საუკუნის შუა პერიოდში ხო ორივე მათგანი დაბადებული ისინი იყვნენ ეხლა იმ რუსეთის იმპერიის პოლიტიკური ელიტის ნაწილი ხო ბუნებრივია რა თქმა უნდა იყვნენ ეს მათთვის კომპრომატი კი არ არის ეს არის ისტორიული ფაქტი ეხლა და აი ჩვენთვის ესეა იმათვის ისინი ვარყოფენ ამას რომ კომპრომატად მიაჩნიათ ეგ არის იდიოტობა იცი რა არის მოდი აი ისტორიაზე და შეფასებაზე რა ხომ საუბრობთ ეს ცნობილი გამოთქმა არის რომ ისტორია არის ის რასაც გამარჯვებული წერს ხო ვერსია რაზეც გამარჯვებულები თანხმდებიან დამარცხებულს აღარ აქვს მაგრამ თავისი აზრი გამოთქვა შესაბამისად აი ჩვენ აი მე რაც ახსენა ეს რაღაც ლიბერალური იდეოლოგიით კონსტრუირებული ტვინების მქონე მოაზროვნეები რომლებსაც მე არ ვამბობ რომ დავუშვათ ცოდნა აკლიათ ფაქტობრივი მაგრამ ეს ფაქტობრივი ცოდნა შემოსაზღვრულია იდეოლოგიით ეს არის ლიბერალური იდეოლოგია და ამ იდეოლოგიამ საბჭოთა კავშირის მარცხით მათ შორის ახლა თუ იმ რუსეთზე საუბრობ და ანტირუსულ რაღაცა ისტორიაზე საუბრობთ აქ მოხდა ის რომ საბჭოთა კავშირის მარცხით აი ამ ლიბერალურმა იდეოლოგიამ ამან გაიმარჯვა და ეს ლიბერალური იდეოლოგია ამ ისტორიას როგორც თვითონ უნდა ისე წერს ეს არის პრობლემა მათ ჩვენურად ესმით რომ დავუშვათ აი სტალინი როდესაც მოღვაწეობდა და რასაც აკეთებდა ესმით ის პარალელურად ის ეპოქაში იყო შემოსაზღვრული და ესმით რომ სტალინის პარალელურად არსებობდა იქით ჰიტლერი და არსებობდა მუსოლინი და არ ვიცი უამრავ ვიღაც არსებობდა რომელიც არანაკლებს ჩადიოდა თუ მეც არა ვიდრე სტალინი ხო რაც მოპოტამ გაუკეთა თავის ქვეყანას თუნდაც ეს ესმით ეს ყველაფერი იციან ესმით უბრალოდ იდეოლოგიზირებულია კი რა თქმა უნდა ისინი ამას იმიტომ აკეთებენ რომ მათთვის სტალინი არის ეს ქონდა ვალერი კვარაცხელიას ქონდა და ის სხვათა შორის ერთ-ერთი მონაკვეთი ქონდა გაშვებული რაღაცა ლიბერალი როზის რამდენიმე წლის წინ იყო მე მგონი 1 წლის წინ თუ 2 წლის წინ სტალინზე რომ მოაწყვეს გადაცემა და ჩვენ უნდა მოკლა სტალინი თუ რაღაცა ესეთი წარწერა რო ქონდა და ასე ანუ მათთვის ხო ანუ რა არის ეგ რეალობაში რას გამოხატავ ხა როდის მოგდა 53 წელს მოგდა 80 წელია ამის გასული სტალინის სიკვდილიდან მაგრამ მათთვის ის რომ ისინი მიუხედავად იმისა რომ ამდენი მცდელობა ქონდათ ისტორია გადაწერეს თავიდან და ყველა საშუალებით რამდენი NGO არსებობს რომელიც ამ საკითხზე მუშაობდა და რამდენი წიგნი დაიწერა, შეკვეთილი წიგნები დაიწერა, რომელიც დავუშვათ სტალინის დისკრედიტაციას, ან იმ ეპოქის დისკრედიტაციას, რამდენიმე ქვეყნის და რა თქმა უნდა, რამდენიმე ქვეყნის. აღარა საუბარი ან საქართველოს დისკრედიტაციას ვინც ეწეოდა, რამდენი ნაშრომია, თელს საბჭოთა სივრცეში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინა, ყველგან, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გრძნობენ აი ამ ცდელობისა მათი ისტორიის გადაწერისა, მაინც გრძნობენ რომ ამის გადატეხა ვერ შეძლებს და იმიტომ არიან რომ დღემდე აი ამ პოზიციებზე არიან და აი ამ იმას ინარჩუნებენ სულისკვეთებას და არ არის ეგ გასაოცარი ისე ერთი რამ არის კიდე რომ თქვათ რადგან ამ თემას შევეხეთ
ზუსტად აი ის ხა ლევან ბერძენიშვილი ვახსენეთ. ერთ-ერთ კამათში მეუბნება რომ აი სტალინთან რაღაცა საუბარი რო იყო სტალინზე და რო ხვდებოდი რომ მხოლოდ რაღაცა რო ესმის ფრაზები და აქ მეც ბევრი რამე არ ვიცოდი სხვათა შორის სტალინზე რომ არა ერთი კაცი მართლა და მის მიერ შემოთავაზებული წიგნები და ასე შემდეგ და სხვა შორის ფაქტებზე დაფუძნებული რაღაც მეც არა ბუნებრივი არ მქონდა და ვერც მექნებოდა და დღემდე კიდე ბევრი რამე რასაც სწავლობდა გებულობ მეც რაღაცა მესმოდა სხვანაირად და ვხედავდი მაგრამ როდესაც ახლა ვეკამათები ხოლმე ამ ჩვენ მეგობრებს რა რომლებიც ნუ არ ვიცი მათ ესე აქვთ არჩეული რატომ მოწონთ ეს აი ბოდი ჟანრისთვის და ევასება რაღაც გონია რომ მოდნად არა ლიბერალი და რა მაგალითი მოყავს რა რა მაგალითი მოყავს ისეო სტალინზეო მართალი ხარ რომ მეო ვიციო სტალინზეო რომ მაგარი ნაკითხი იყო და ვკითხე საიდან იცი მე ზუსტად ვიცოდი რას მეტყოდა სხვა შორის მითხრა რომ ლევან ბერძენიშვილის გადაცემა აქვს ნახე სხვა შორის ლევან ბერძენიშვილი მართლა ძალიან გულწრფელად ძალიან სამართლიანად და ობიექტურად განიხილავს და ეს მართლა ბევრმა იცის სხვადასხვანაირად სტალინის წიგნების ისტორია ანუ თუ რამდენი წიგნი ეს სხვა შორის რუსებმა არ გააკეთეს თვითონ სტალინის ბიბლიოთეკის უფლება გახსნეს მიცეს ფრანგებს რო არ ყოფილიყო რაღაც და ეს ძალიან სწორად მოიქცეს სხვა შორის მოსაშთეხებაში და ყვება სხვა შორის ლევან ბერძენიშვილი სწორად ამას ყვება ზუსტად ყვება ამბობს რომ აი შევიდა მისი გარდაცვალების მერე ხდება ეს და მთელი წელიწად ნახევარ 2 წელი მუშაობდნენ რომ მისი ბიბლიოთეკა და დადგინდა რომ დაახლოებით ანუ ზუსტი ციფრი ესე არ არის მაგრამ 80% 100% დადგინდა რომ 25000 წიგზეა საუბარი ამ 20000-დან წაკითხულებს ამ კაცს და როგორ დგინდება ანუ ის ფაქტი თუ როგორ დასტურდება ეს ახლა ესე როგორ ესე იგი სტალინს ჰქონდა მინაწერები თქვათ ამა თუ იმ ნაწარმოებებთან ავტორებთან ჰქონდა მინაწერები და მინაწერი azt ნიშნავს რომ დღემდე ხო გარდაუვალია დღემდე კალიგრაფია არის უტყუარი რამ რისი ალბათ შეუძლებელია რა ეპოქაც არ უნდა მოვიდეს რა ხელოვნური ინტერესიც არ უნდა იყოს და აი ამ მაგალითს მიყვებოდ აი ლევან ბერძენიშვილმა მოყვებოდ მაგრამ რომ არ ეთქვა ლევან ბერძენიშვილს მე უთხარი დაიჯერებდი რომ არა მე მჯერა ლევან ბერძენი ანუ ხო ხტები სადავართ ანუ ჩვენი დიაპაზონი ანუ როგორ აი კრუგაზორი ასე ვთქვათ ხო დიაპაზონი მე გულებს ხდება რაზე იცი რომ აი შენ რო დაი რატო დავიწყე ან ჩვენი ხშირად ეს ჩვენი ანალიტიკოსები მე სასწავლებლებში ხდებიან ლექციებს კითხულობენ გაიგე და ეს არის ყველაზე ცუდი დანაშაულია ფაქტიურად რომ მომავალთაობას ვიღაცას ახლა რო წააკითხებ ჩვენ ხო ვიცით ან როგორ მარტივად შეუძლიათ მათ იმოქმედონ და ის ზუსტად ამ ლოგიკით ჩვენ ადრე ვსაუბრობდით გახსოვს მე და შენ და მე მგონი ცოტნეც იყო რომ ჩვენ აქ იმაზე გარო ლაპარაკი რომ აი დააკვირდი რა მაინც და მაინც ესე იგი საქართველოში მაინც და მაინც ქართველები ვართ რომლებიც სტალინზე მთელ მსოფლიოში იწერება დღემდე იყო გამოკითხვა მსოფლიოს BBC დოკუმენტური ფილმების გამოკითხვა ქონდა. მე ვახმოვანებდი BBC დოკუმენტ კონტრაქტორი ვიყავი წლების განმავლობაში, მათ შორის ვახმოვანებდი ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო პროექტი D-Day, BBC D-Day, სადაც იყო მხოლოდ აი მსოფლიო მეორე მსოფლიო ომზე უზარმაზარი ყველა მხედართმთავარზე გენერალი ციკლი იყო. და მე ვიცი ინგლისელები აი სწორედ აი ამ პროდაქშენისგან ვიცი რომ გამოკითხვა ჩატარდა თუ ესე იგი 10 გამოჩენილი ფიგურა სოფლიოში ვიზეც მეტწილად იღებდნენ ფილმებს რა მათი გარდაცვალების მერე ხუთეულში სულ იყო სტალინი და პირველ მეორე მესამე ადგილს იცვლიდნენ ჩერჩილი სტალინი აკვია გიტლერი შესაბამისად ნუ ხოაზე ესეთი წარმოიდგინე და ესენი ჩვენ რა პრობლემა გვაქვს იცი? მთელი მსოფლიო თახტება და ჩვენ ხა მე და თქვენ რაც უნდა ვთქვათ, ან ჩვენ მამებს რაც უნდა ეთქვათ, რომ სტალინი გენიოსი იყო. დავანებოთ თავი ქართველებს რა გაკეთებული. ამას ამ ფილმებით ამას აფასებენ, ხო? და მიდის საუბარი თუ როგორ მოიგო ამ კაცმა. თუნდაც ერთი რაღაც. ერთადერთი ფაქტს ხსნიან, წლებია იხსნება, როგორ მოიგო. ომი რომელშიც იყო უძიმე სიტუაციაში მაგრამ პრობლემა რა არის იცი ჩვენ ქართულს არ ჯერა ანუ ქართული აკრიტიკებს და აქ პრობლემა არის ჩვენ მოსახლეობაში ანუ როგორ ვთქვა მოსახლეობაში არ მინდა რაღაც აი ჩვენ განათლებაში და რაღაც კომპლექსი იდეოლოგიაში სწორედ ამ დროს როგორ ხდება ჩვენ არ ვიცით
ინგლისელების და ფრანგების მუდმივი დაპირისპირება ნაპოლეონთან მიმართებაში ავიღოთ. თუ ვინმემ დაწერა ნაპოლეონზე და თქვა რომ ნაპოლეონი დღემდე 80% ალბათ საქართველოში არ მინდა ესე ვთქვა, იცის რომ იყო ჯუჯა კაცი 1.72 რაღაცა, ნუ კი მას ქონა დაავადება ქალის სიმსუქნე ასე, მაგრამ დღემდე იცი, საიდან ამას ვინაკე დღემდე ინგლისელების პროპაგანდა ასეთი, სწორედაც ნაპოლეონის ასე ვთქვათ დაკნინება. ეს ანუ ეს დღევანდელ ისტორიულ ამაზე წიგნები იწერება, ფილმებს იღებენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას რა ქვია ფრანგები ამობენ თავად ნაპოლეონზე. ან და თქვა ინგლისელი იგივე ხდება ფრანგების მიერ, ეხლა აღარ მინდა გავიხსენო ინგლისის მეფეები, შვილები და ძმისშვილები და თავისი მოკვლული იქვე ყავდა და ერთად არიან დასაფლავებული დღემდე. ცნობილი სასაფლაოები არსებობს და ინგლისის ისტორიაში. ჩვენი პრობლემაა ესე. სად მოვიდივართ? ისევე ეგრეთ წოდებულ ანალიტიკოსებთან, მერე ჩვენ ნახავთ ამათ ტელევიზორში, მერე ვნახავთ სასწავლო მერხებთან, სტუდენტებთან, თუ სკოლაში ვნახეთ. საერთოდ სიგიჟია და ამ დროს ახლა მერე წარმოიდგინე შენ ახლა რომელ რაღაც ქართულ ტრადიციებზეა ლაპარაკი და რომელი აგიხსნეს ისე ვაჟა-ფშაველას. როგორც უნდა მართლა იცოდე და რომელსაც პედაგოგი რომელსაც განცდა რო არა აქვს, ეხლა წარმოიდგინე ქართულზე არ ვიცი აი როგორ უნდა გადავწყვეტ. გეთანხმები მერაბ, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგადად აი ამაზე ადრეს გვისაუბრია, რომ ქართული ეს ისტორიოგრაფია არის ძალიან კრიტიკას არ უძლებს. ჩვენ ვართ მართლა ერი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი მდიდარი ისტორია სამყაროში. ღია შეგვიძლია ეს თქვა, იმიტომ რომ არ არის ბევრი ერი, რომელსაც შეუძლია დაეკვეხნოს, რომ აი ანტიკურ მანამდე პრეისტორიული ხანიდან, ნუ ქრისტესშობამდე პერიოდიდან არის და მოაღწია დღევანდლამდეა მოსული და ეხლა ამ ხელა პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ისტორია დაგვიგროვდა, მაგრამ აი ჩვენი მკვლევარების, ისტორიკოსების პრობლემა არის არა ის, რომ შეიძლება ფაქტები არ იცოდნენ, უბრალოდ აი მხოლოდ ფაქტებზე კონცენტრირება ისტორიაში არ შეიძლება. ის რომ რაღაცა მოვლენა მოხდა, ამ მოვლენას აქვს თავისი განმაპირობებელი მიზეზები, რომ რაღაცა გარემოებებმა ხელი შეუწყო, რომ იმ ეპოქა, იმ სოციუმმა ამის კვლევაა სინამდვილეში ისტორია და ჩვენი ისტორიოგრაფია არის აი აქამდე დასული, რომ მოვიდა ვიღაც რუსი სალდატი, ყველა მოკლა. ეს არის ჩვენი ისტორიის არა მარტო ისტორია, პოეზიაში, აი ჩვენ ამდენჯერ გვითხოვს რომ და ერთმანეთს ხანდახან გააბრაზებულ ვართ რომ მართალია თუ პირველად გაიგეთ, მე მგონი მაშინ მე რო ვთქვი რომ ნიკოლოზ ორთქიფანიძეზე რო ვკითხე ჩემი შვილის დეიდაშვილს როცა ვკითხე გამზადებენ ნიკოლოზ ორთქიფანიძეს ტრაგედია უგმიროდ გაიარეთ მეთქი და საერთოდ გაუგნებული იყო ბავშვი რომ ვერ მიპასუხა. არ არის სასაუბრო. ხო, ნუ აი წარმოიდგინე, არ არის. მე ხო გადავამოწმეთ ჩვენც. და მაშინ რაღაცა პირდაპირ ეთერში მომიწია ამის თქმა და გავსოს მაშინ. ეხლა ჩვენ რა ისტორია კიდე თავი დავუნებთ რა პოეზიაზე რა ჩვენ კლასიკოსებზე ვიცი საერთოდ ჯავახიშვილის რაღაცა ჩვენ რაღაცები გვესმის აი აქაც იდეოლოგიური ნაწილია რა ანუ წარმოჩენილი ადამიანები იდეოლოგიურად არა და სინამდვილეში არ ვიცი მე რომელი ერთი გამოყოთ ზორად ვიცით ზუსტად ვასწავლით ვინ რა არის ტრაგედია უგიმრეთო სკოლაში არ იქნება არ ვიცი მე ხა ვაჟა-ფშაველას კი ბატონო გვესმეს მაგრამ არ ვიცი მილიონი რამ არის მილიონი კლასიკოსია ჩვენ გვყავს ესენი ბედნიერები ვართ ამაში ერთი პროზით ერთი ლექსით აგიაშვილის ისტორია საერთოდ არ ვიცით ვინც გადაარჩინა საერთოდ ასათიანის ლექსები რომ არ ყოფილიყო ეს კაცი ვერავინ ვერ ნახავდა ამ ლექსებს გიჟი რომელიც კაცი შეშლილი პოეზიაში ხრიდა ჭადრიდან და კაცი კრიფავდა ბევრი ისტორია რაღაც არ ვიცით ხო ჩვენ რა ვიცით მარტო დღემდე რა კამათი მიდის თაწვის პანთეონში დაასაფლავონ თუ არა კაცი რომელიც ბოდიშია მაგრამ არ იმსახურებს მართლა პანთეონს რაღაცა ყველაფერს ხო თავის რაღაცა პანთეონია ხო ბოლოს და ბოლოს ახლა მაგრამ არის კიდე მეორე ნაწილი აქ მიასკდებიან და ვიღაც მასწავლებელი რომელიც ფეხით მიდის სკოლაში სადღაც ბავშვს აწვის ის არ არის დაფასებული და ვერც იქნება დაფასებული სანამ სახელმწიფო პოლიტიკა არის აი დანაშაული ტოლფასი არ იქნება რომ თუნდაც ხელფასი არ ქონდეს მას მეტი თუ რაღაცა მეტი დაფასება და ღირსება არ საერთოდ საზოგადოებრივი კულტურა უნდა იყოს ეს ჩვენი პრობლემაა გესმის და ინგლისელებს და ფრანგებს ვაკრიტიკებთ ამ მარტარია სტალინზე თქვა აი ფრანგმა ვიღაცა რომ კარგი რა როგორ შეიძლება ესეთ მარტო სტალინზე არ არის კაცო ლაპარაკი ბევრი ისეთი კაპიტანი ბუხაიძე როგორ შეიძლება რომ აღარ იყოს და მარტო მე მახსოვდეს და ჩვენ გვეძახიან ეხლა რა კომუნისტურ ლექსებს კაპიტანი ბუხაიძე
ეს ილუსტრაცია მახსოვს როგორ ეხა აი რაღაცა მიმითხელში რომ ტანკს რო უვარდება ეხა ბოლოს და ბოლოს კარგით რა ჯარისკაცის мама რა ვიცი მართლა გადის მაპატი და პრაზნიკებზე გადის შეიძლება მარტო რამდენი ფილმია რამდენი რამ არის პირველ არქის არქივზე უნიკალური არქივები გვაქვს რამდენი თეატრალური დადგმა არის არქი რამდენი რამ არის აბა ნახეთ გამოვიდა არ არის ვხედავ ჩვენ უყურებთ ვერ უყურებთ მიდი და გააკრიტიკე მე ეს არის ძალიან თურქული სერიალები უფრო მნიშვნელოვანია და მორჩა ძალიან დიდი ამ დროს მაპატიეთ ეხა იმიტომ კი რომ ის რა თქვა ბერა ივანიშვილმა გააკეთა აი GDS მაგალითზე და იქ ვიყავი და მონაწილეობდი და რაღაცა მინიმალური იყო თუ რაღაც როლები მქონდა თუ რაღაცა ვახმოვანებდი და რაც იყო მადლობის მეტი რა მეთქმის მართლა ამ ბავშვ ბიჭმა რომელმაც მთელ GDS-ში საკუთარი ყველაფერი ჩადო რომ პროდუქტი შეექმნა ისეთი პროდუქტი რომელიც მართლა სამაგალითო იქნებოდა ყველას დის და პატარას ტიფლისის თუნდაც ის სერიალი მოწონს და სხვადასხვა რაღაცები რაც იქცევ მაგრამ წარმოიდგინე ხა რაღაცა იმის გამო რომ ქართული რაღაცა მის მოხდა რა ქვია კომპლექსი და მაპატი და სიღორე მოხდა საერთოდ გადადახურა ამ ბიჭმა ეს ფელი პროექტები და ტელევიზია და არც უამტყურებ მაგაში მაგრამ დღეს შეიძლება რომ რაღაცა იმის ჩვენება არ იყოს რაც მართლა რაღაც ის პროდუქტია რომელსაც დღეს ყველას მოწონდა ყველა ქუჩაში რა ვიცი დღესაც ეხა სასამართლოს ხშირად მიწევს ყოფნა იცი და მანდატურები ახალგაზრდა ბიჭები რომლებიც მაჩერებენ და რომლებიც მელაპარაკებიან 5 წუთიანი როლი მაქვს ნათამაშები და დავანებოთ თავი ჩემთვაზე ვარაობ რაღაც მაგრამ აი როგორ რაღაცაა რომ ქართული პროდუქტი იქნებოდა ქართული პროდუქტი შექმნა ბერა ივანიშვილმა მართლა სუფთა ქართული პროდუქტი და ეს იყო სამაგალითო ყო და ყველა მიცის და იქ არ ყოფილა კომერციული მიზნით არ გაუკეთებია ამას ბერასეს და ნახე რა მოხდა ბოლოს ხო რაღაცა მოხდა მაპატიეთ ვიღაცა ვიღრიშვილმა იქ რაღაცა იღორა თუ არ ვიცი რა ქნა და მთელი მორჩა რაღაც დაიხურა პროექტი მთლიანობაში სადაც არ ვიცი მე 300-მდე 500-მდე ახალგაზრდა იყო დაკავებული რომელიც თეატრალურად დაამთავრა ვერ წარმოიდგენდა რომ კინოში ეკრანზე მოხდებოდა მაგრამ აი ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ ამაზე გულდა ვიღაც დაიწყებს ახლა დაიწყებს სხვანაირად გააკრიტიკებს ბერას და რაშო ან ვიღაცა სხვას შეიძლება დღეს ესეთი პოტენცია გქონდეს და რაღაცა არ ქონდეს წახალისება არ იყოს ამის და დღეს რა დავბივარ ჩვენ და მაგალითები მოგვაქვს იმის რა ქვია აი რატო არ არის ეს სიგნი და რატო არ ამაზე ნაჩვენები მილიონი რამ არის უამრავი მასალაა ჩვენი კლასიკოსებიც არავინ რეჟისორების არც ფილმები აღარ გადის და არაფერი საერთოდ აღარ იბეჭდება არაფერი ისეთი რაც მნიშვნელოვანი იყო და ეს არის გულდასაწყო და მე შენ წარმოიდგინე ჯერ განსახო უნდა გააჩინო სკოლაში ბაღში პატრიოტიზმის რაღაცა ლიტერატურასთან სიყვარულს მარტო ბებია და ბაბუების თაობაც აღარ არის ბებია და ბაბუებს რაც იყო ის ინსტიტუტი მარტო აღარ არის სამწუხაროდ იმიტომ რომ კი არა დედა და მამა ვერ არის დღეს ბავშვთან და შენ რომ სკოლას მიაბარებ და რომელ სკოლას დღეს რომელსაც ეს მუდმივად შეიძლება 35 წელი ინექციას უკეთებ და ცდებს ატარებდე გამორიცხულია შეიძლება რეფორმა ეს არის მაგრამ ხო შეიძლება სადღაც რაღაცა იყოს მე ყველა მორბედი აბრალებს უკანას ეს არის საოცრება ყველას რო გადადგეს ეს განათლების მინისტრი ხო რა სიტყვის იცი რავი მე იმედი ესეც არ წავა უცხოეთ სასწავლებლად ყველა განათლების მინისტრი უცხოეთ წავდა სასწავლებლად მე ესეც არ იმედი არ იტყვის რომ მოbrunდება და რა ვკრა აი წინა მორბედმა და იმისი ბრალი რო არა აქვს სახელმწიფო სიგიჟეში ვარ სრულიად სიგიჟეში მე სხვა შორის აი ახლა რაც თქვა მთავრობამ ეს იყო წინა წლის ბოლოს მე მგონი დეკემბერში გამართული თუ ნოემბერში იყო ეს ბრიფინგი რომ აპირებენ რაღაც 10 წლიანი გეგმის შემუშავებას ამ ხრივ მე არ ვიცი მე შეიძლება მქონდეს ნაკლები ნდობა რომ აი ამ ხელისუფლების კონკრეტული პირების მიმართ რამდენად იქნება კვალიფიციური ეს ყველაფერი თორე ის რომ ქვეყანა სჭირდება რაღაც ესეთი მწყობრი განვითარების სტრატეგია გეგმა რომ აი მე იქ თუ ვინც არ უნდა შეიცვალოს მინისტრი წავა თუ ახალი მინისტრი მოვა რომ იმ გეგმას სისტემა მიყვეს და არ უნდა გადაუხვიოს და ყველას რაღაცა ეს თავისი ახალი იდეებით არ უნდა შეცვალოს ყველაფერი თუ რა თქმა უნდა ეხა იდეაც საჭიროა ინიციატივაც საჭიროა შეიძლება რაღაც ის უკეთესად დაგეგმვაც არის შესაძლებელი მაგრამ რაღაც ერთიანი ხაზი ერთიანი სტრატეგია განვითარების კონცეფცია რომ უნდა არსებობდეს ამაში დარწმუნებული ვარ ამას თუ გააკეთებს ეს მთავრობა ჩემი აზრით ეს იქნება აბსოლუტურად ერთი რამ მინდა კიდე დავამატო და ცოტნესაც მინდა ვკითხო იმიტომ რომ ჩვენ აი კი ბატონო და გეთახვები სულად გეთახვები მეც ხშირად ეხა რაღაცებზე შეიძლება ნუ კარგი მეტად ჩახედულები იმიტომ ვართ მე არ მინდა ჩვენ სამდამაყურებას ეგონოს რომ რაღაცით მათგან გასხოთ უბრალოდ რადგან მედიას გიწევს რომ მეტად ინფორმირებული ვარ და კი ბატონო თუნდაც ნაცნობობა ჩემი რომ ხა ხელისუფლების რავი 14 წელი არიან და ვიც არ უნდა შეიცვალოს გონია რომ დეპუტატები იქნება ესენი თუ ერთმანეთს მაინც ვიცნობ და ვიცი და რაღაცა გულით ვიცი და მადლობა ღმერთს არიან დარჩენილი ადამიანები
ადამიანები, რომლებიც გულით აკეთებენ თავის საქმეს და ეს სამინისტროებსაც ეხება და ყველაზე ის პოლიციელებსაც ეხება სხვა შორის და უცხოებებში ჯარზე აღარ მაქვს ლაპარაკი და სამაშველოზე და ასე შემდეგ ყველას მადლიერი ვარ, მაგრამ აი ყოფილა ჩვენს გულაპარაკია რომ კი მართალია უნდა გადაიდგას ხისტი უნდა იყოს ამ შემთხვევაში მე სიხისეში გულისხმობ რომ რაღაც განწყობილებას რომ მივიღებ და რომ რა თქვა რომ ხვალ ვინც არ უნდა მოვიდეს რომ შეჯერდება ხალხი ოღონდ რატომ მინდოდა ცოტნეზეს მეკითხა თუ ჩვენ რაღაცა სერიოზულ რეფორმას ვაანონსებთ და სახელმწიფო ამას აკეთებს და სწორია ვეთანხმებით და თან ამბობს რომ ეს იქნება მტკივნეული ასე აუცილებელია და ამაზე ვთანხმდებით არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რა არის რაღაც საკითხები რაშიც უცვლელია, ყოველთვის უცვლელია მეცნიერები და კვალიფიციური შენი ქვეყნის მოქალაქეები 80 წლის იქნება თუ რა ქვია ახალგაზრდა იქნება თუ ანუ ზითად ასაკიანებზეა უნდა მის საშუალება მიიღონ მონაწილეობა მეცნიერებს ზოგადად ეს არის დიდი პრობლემა ჩვენ ლაპარაკობდით თუნდაც ქარხნის აშენება რაღაც ბუნებრივი რაღაც რესურსის მოპოვება განათლებაზე საუბარი აკადემიურ წრეებზე აუცილებლად უნდა დაუძახოს ირაკლი კობახიძე რაც არ უნდა ახალგაზრდა და ღმერთმა დიდხანს ამყოფოს და აცოცხლოს და კი ბატონო პრინციპულად პოლიტიკოსია და იმ საკითხში რაც არის თქვა შენი კოლეგაა და კონსტიტუციონალს კარგად იცის ამაზე არა ლაპარაკი მაგრამ ხო არის რაღაც დარგები სადაც თუ ამ ხალხს არ დაუძახებთ აი ძველ მშრომელ მართლა მეცნიერ ინჟინერს არ დაუძახებთ და მათი მონაწილეობა არ იქნება პასუხისმგებლობას ამ დროს უფრო მეტად მარტო შენზე კი არა იღებ პასუხისმგებლობას ეს გადანაწილდება ყველაზე და მოსახლეობაზე დობის ფაქტორი დიდია აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა რომელსაც არასოდეს არავინ არ აკეთებდა ამ თავრობამ გააჟღერა რომ ამას ვიზავ მაგრამ აი აქ არის აუცილებლად ეს კოლი ეგრეთ წოდებული გამოძახილი გააკეთო აუცილებლად მე მუშაობდი ამერიკელებთან დიდი ხანი ამერიკელების პროექტში არაერთში და მათ აქვთ ერთი აი როგორ ავთქვა, ნუ ძალიან კარგი თვისება აქვთ რა. რა თანამდებობასაც არ უნდა იყო იმ კონკრეტულ პროექტში. ყავს იმ პროექტს ხელმძღვანელი თავისი და მე მოდის გადანაწილება ხდება და ვიღა მაგალითად საიტ მენეჯერი ხარ შენ. ხარ რაღაცა რიგითი თქვა მენეჯერი რომელიც ასრულებ საბუთების თუ ჩამოვიდა რომელიმე ლექტორი ამერიკა იქნება თუ ინჟინერი თუ რაც მშობა მას უგვარებ ყველაფერს მასთან ერთად ხარ მძღოლიდან დაწყებული ყველაფერი ხარ მაგრამ მე როდესაც მუშაობდი და ძალიან სერიოზულ გამოცდილ როგორც ამერიკელებთან შემდეგ შეიცვალა სტაფი და ქართველები და დღემდე არიან ეს ადამიანები და საკმაოდ ნიჭიერი ხალხი ესენი ანუ ამ კუთხით მე ვიყავი ყოველთვის გძნობდი რას რომ არ არსებობდა რაიმე საკითხი რომ დაიცემოდა თქვა პერსპექტივაში ხვალძეგ რომ თქვა რაღაცა პრობლემა ყოფილიყო გამოძახილი კეთებოდა ყველას მიმართ იქ კი არისო რომ უფროს დაიბარებდა ჩემს უფროს მაგალითად ის რაც მე მეხებოდა ან და ფინანსურიდან მარტო ბუხალტერს და არა როდესაც იყო მათ მიდგომა როგორია არის ეს საფრთხე გავთვალეთ რომ ეს საფრთხე შეიძლება იყოს ყველა რგოლმა იცოდეს წინასწარ გამოძახილი იყოს ანუ ამაზე ინფორმირებული იყოს და როგორ მოიქცეს გარდა იმისა რომ შენ იმ დროს როგორ გადაწყვიტავ რას იზავ რა მომენტშიც რომელ კვადრატშიც იქნები თქვა შიგნით იქნები გარეთ იქნები რა კონდიციაშიც იქნები შენ იცოდე გარდა იმისა შენი იმპროვიზაცია თუ შენი ის რაც იქნება კრიზის მენეჯერული ეს თვისებები გარდა იცოდე საერთო რითი ხელმძღვანელობა აი ეს საერთო ხელმძღვანელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მithumetes როცა სახელმწიფოს მართავ და როცა mithumetes პროექტს იწყებ შეიმუშაო პროექტი რომელიც ეხება განათლების სისტემას და ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ ანუ სამომავლოდ, მაგრამ მუდმივად გრძელვადიან განვითარებას. აი ეს არის მნიშვნელოვანი. აი ეს გამოძახილი უნდა მოხდეს. მნიშვნელობა არ აქვს იმ დარგის, იმ კუთხის, იმ სფეროს მუშიდან დაწყებული, დამთავრებული უმაღლესი დონის დამსახურებულ მეცნიერზე ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და გადაწყვეტილებას აი ამის მერე მიიღებს კი ბატონო პრემიერი თავის გუნდთან ერთად, მინისტრებთან ერთად და ამ ხალხთან ერთად. ეთქვის, მე იქ როგორ ვიყავ იცი? რა? მე თუ ვიტყოდი რომ ვიცი მე რო იქ შეცდომა დამეშო არ ვიცოდი და რატო მივედი ამ ხელა ზაბოთუ იყო რატო გავაღე ეს ოთახი და შევარდი ეგრევე ეს უკვე არის შენი მე ამ შენ პირად პრობლემა შეიძლება პროექტი ჩაშლა მოყოლოდა და ეხლა რომ გადავიტანოთ სახელმწიფოში იგივეა როგორც ოჯახის სისტემა როგორც ოჯახში ვართ ესეა ზუსტად იგივე გადაიტანე აბა ის შენი პირადი ოჯახი როცა მართველი ხარ სახელმწიფო იმაში პასუხისმგებლობები აი ამერიკის მაგალითი რა ჩვენ თქვი ამერიკელების მაგალითი ეგ არის როდესაც ხელმძღვანელობა თავის
სტაფს ასე ვთქვათ უყურებს როგორც გუნდს და არა როგორც ხელქვეითს და ეს არის ორი მიდგომა სწორედ რომ ინფორმირება რომელსაც ენდობა იმიტომ ენდობა და იმიტომაც ახდენს მის ინფორმირებას რომ ის არის მისთვის გუნდი და ის ხვდება რომ ის შეიძლება დღეს არის რაღაცა დაბალ რგოლში წარმოდგენილი მაგრამ იმ ადამიანს პოტენციალი აქვს რომ პირი გაიზარდოს პირობითად და მას ამის შესაძლებლობა უნდა მისცეთ თუ გინდა რომ საერთო ჯამში საქმე უკეთესად გაკეთდეს ხო იმიტომ რომ ხელმძღვანელის მიზანი ხო ის არ არის რომ მუდმივად მარტო მხოლოდ თვითონ იყოს ხელმძღვანელობაში მისი მიზანი არის რომ ყავდეს გუნდი რომელსაც მათ შორის მის გარეშე შეუძლია რაღაც საკითხების გადაჭრა ისინი ასე უყურებენ საკითხებს და ეს არის აბსოლუტურად სწორი სხვა შორის აი ცოტნესთან გადავიდეთ თუმცა არა ამაზეც მინდა რომ ცოტნე თავისი მოსაზრება კი ბატონო საინტერესო იქნება ცოტნე აი რა როგორ აფასებ აი ესეთ ხედვებს ჩვენი მთავრობის ჩვენი ხელმძღვანელობის ზოგადად ალბათ არ იქნება აქცორი ვთქვათ მხოლოდ ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე მე ვფიქრობ რომ ეგ უფრო ისეთ პრობლემაა რომელიც წლების განმავლობაში ყველა მთავრობის მხრიდან არის დაგროვილი და ერთგვარ მართლობით კულტურად ჩამოყალიბდა ჩვენთან რომ აი ადამიანებს უყვართ მხოლოდ თვითონ აიღონ საკუთარ თავზე რაღაც პასუხისმგებლობები არავის არაფერი არ შეუთანხმონ და მე საქმეც თუ დაზარალდება მე პასუხისგება არავის აღარ უნდა ხოლმე ამ ყველაფერზე არა და ყველა მიდის სასწავლებლად ხო მე მიდიან სასწავლებლად და არა და სწორი მეთოდი პრინციპში თვითონ აი სახელმწიფოსთვისაც ხელმძღვანელისთვისაც ხო ეს უნდა იყოს რომ შევეცადო ჩემი ეს პასუხისმგებლობა მართვის ტვირთი ბევრზე გადავანაწილო ასე შემთხვევაში ხო თუ კი იმაზე კი არ ვამბობ იმას კი არ ვთვლი რომ საქმე დაზარალდა მაგრამ თუ კი დაუშვა და დაზარალდა ეგ საქმე მხოლოდ მე არ მომიწევს მე პასუხისგება და ასე ვთქვათ ყველა ერთობლივად ვიქნებით ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი აი რამ გამოიწვია მე სხვა შორის მომისმენია რომ ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანაში რომ აი საბჭოთა კავშირის დროს იყო ეგრე ვიღაც ხელმძღვანელი მუშტ და ნიკიტა ხრუშოვი და აბრახუნებდა მუშტს და ეგრე იყო და არავის არაფერს არ უთანხმდა სწორი აი ეს სხვა შორის მაშინაც არ იყო ეგრე პრინციპში არსებობდა საბჭო ნიკიტა ხრუშოვამდე მაგალითი აგეო რა ნიკიტა ხრუშოვმა უარის ნეგატიური მაგალითი არა საბჭოები არსებობდა მათ შორის აი სოფლის დონეზეც კი რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში აქტიურ როლს თამაშობდა და ნუ ეს ახლა ისტორიული ეს არის შეგვიძლია ამაზეც მე რა ვიცი ვინმე სურვილი ექნება ვისაუბროთ მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი მოდი იქიდან დავიწყოთ რომ აი რა თქვი ჩვენ აი განსაკუთრებით განათლების საკითხი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია იმ კუთხით რომ განათლებული თაობა მით უმეტეს დღეს მით უმეტეს პატარა რიცხობ არც თუ ისე დიდი სახელმწიფოსთვის არც თუ ისე დიდი მოქალაქეებით ეს არის მთავარი საშუალება ალბათ იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ რაღაცა ამ სოფლიოში თანამედროვე სოფლიოში რაღაცნაირად ადგილი დავიმკვიდროთ ახლა ჩვენ იარაღით თუ რა ვისფერ შევაშინებთ და ვერც რაღაცა სიმრავლით და რიცხოვნობით და მთავარი რითაც ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცა სოფლიოს ჩვენი საჭიროება ვაგზნობინოთ და აუხსნათ რომ ჩვენ ვართ ის სახელმწიფო ის ერი რომელიც საჭიროა რომ არსებობდეს და მას შეგვიძლია რაღაცა კონტრიბუცია დადებითი შეიტანოს კაცობრიობის წინაშე ეს არის ის ცოდნა და ის განათლება თუ რისი წარმოება ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყანაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ყველაზე მთავარი რაც არის რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს შეხამებული იმასთან რომ რაღაცა ის კულტურული კოდი, რაღაცა კულტურული ტრადიციული ფასეულობები და ღირებულებები რაც ქართლს ქონდა ისტორიულად და გააჩნდა ეს ყველაფერი იყოს ამ გათანამედროვეებასთან ერთად, აი თანამედროვე ცოდნის წარმოებასთან ერთად დაბალანსებული და ორივე მოცემულობაში იყოს, ხო? აი ეს პროცესი მოდი თქვათ ის რომ აი სანამ აი რაც ჩვენ თქვით რომ ეხლა დღევანდელი ხელის・ქართული ოცნების სახით საუბრობს განათლების რეფორმაზე და არაერთხელ ვისაუბრია ჩვენ რომ ეს განათლების რეფორმა საჭიროა და აუცილებელია და დაგვიანებულიც კი არის ამის მანამდე სანამ ეს განათლების რეფორმა დაიწყებოდა რეალობის წინაშე განათლების რეფორმა ეს არის მნიშვნელოვანი სხვათა შორის აი ის მომენტი რომ მათ შორის ნაციონალური მოძრაობის პირობებში და მეორე ქართული ოცნების პირობებშიც ქართული ოცნება აც ვიღაცებს ეკითხებოდა და მათ შორის ნაციონალური მოძრაობაც ეკითხებოდა აქ საქმე რაშია და პრობლემა რაშია გააჩნია ვის ეკითხებოდა ამ აზრს ეგ იყო ყველაზე დიდი პრობლემა რომ ამ აზრს ეკითხებოდა არა იმ ადამიანებს ვინც კომპეტენტურები იყვნენ ამ მიმართულებით ვისაც ჰქონდათ წლობით ნამუშევარი რაღაცა სამეცნიერო ხარისხები და ასე შემდეგ არამედ აზრს ეკითხებოდნენ ეგრეთ წოდებულ NGO სექტორში ხო გვახსოვს რომ
რომ აი განათლების განსაკუთრებით განათლების მიმართულებაში, განსაკუთრებით სკოლის და უმაღლესი სასწავლებლების მიმართულებაში გვახსოვს რომ აი მთელი ეს რა ქვია სპექტრი დაუშვათ ან ჯგუფი ლექტორებისა, პროფესორ მასწავლებლებისა ამ ესენი იყვნენ ძირითადად NGO სექტორიდან წამოსული ადამიანები. ასევე ჩვენ გვახსოვს რომ როდესაც იგი არაერთი რეფორმა განხორციელდა, ხო ეს მე რამდენი ტალღა განათლების რეფორმისა კაც მარიცის, ხო? აი ამ რეფორმების განხორციელებაში არ იღებდნენ მონაწილეობას რაცა აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მეცნიერები, რომელსაც მართლა ჰქონდათ აი ეს ცოდნა, მართლა აქვთ ეს განათლება და მართლა აქვთ კომპეტენცია, რომ აი ამ საკითხში სახელმწიფოს დაეხმარონ. ანუ მათი ფუნქცია რა უნდა იყოს, ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ და დღეს რისკენაც ხელისუფლებას მოუწოდებთ, რომ მაქსიმალურად ჩართოს ეს ადამიანი. მათი ფუნქცია ის არის, რომ ეს კომპეტენტური ადამიანები, ვისაც ცოდნა აქვს, აი ამ კონკრეტულ მიმართულებით სახელმწიფოს უნდა დაეხმარონ იმაში, რომ რაღაცა პრობლემა რაც არსებობს განათლების რეფორმაში, განათლების სისტემაში, ეს პრობლემები გადაიჭრას, რაც შეიძლება ნაკლები რესურსების დახარჯვით, გადაიჭრას რაც შეიძლება მალე და შედეგი, როდესაც ეს პრობლემა გადაიჭრება, უნდა მივიღოთ მაქსიმალურად. ეს არის ის, რისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს ეს დახმარება და როცა NGO სექტორი იყო ამ პროცესში ჩართული, ეს ამის საწინააღმდეგოდ მუშაობდა. იქ შედიოდა დავუშვათ აი სამოქალაქო განათლება არაფერს არ ვერჩის სკოლებში საგანი დაემატა სამოქალაქო განათლების ყველას უნდა კონდეს და ეს ჩვეულებრივი ნორმალური მოვლენა, მაგრამ თუ რა შედიოდა დავუშვათ სამოქალაქო განათლების წიგნში, რას ასწავლიდნენ, ეს პირდაპირ NGO-ების დაფინანსებული პროექტი იყო სამოქალაქო განათლება. ეხლა მე როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ მე მასწავლიდნენ. ბევრი რაღაცა კარგი იყო, იქ არ ვამბობ რომ აბსოლუტურად დავუშვათ შენი უფლებები რა არის, კონსტიტუცია, რაღაც აი ამ ნორმებს რაღაცებს გასწავლიდნენ, მაგრამ იქ იყო ჩადებული ბევრი რაღაცა, რაც შეიძლება კი არა და აუცილებლად მიუღებელი არის ჩვენი ქართული საზოგადოების, მათ შორის სქესობრივი უმცირესობების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ აი ეს ნაწილი ეს NGO სექტორი უნდა ჩამოშორდეს აი ამ პროცესს და უნდა გამოინახოს ეს ადამიანები, ვისაც მე არ ვამბობ რომ მე უნდა ვიყო ჩართული, მე ვერ ვიქნები ამ საქმეში ჩართული, რომ მე არ მაქვს ამის კომპეტენცია და ვერც ვიტყვი როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენ განათლების მაგრამ არიან ადამიანები, ხო? ეს ხო უნდა შეარჩიო კომპეტენციის და მიხედვით და არა იმის და მიხედვით არა იდეოლოგიის მიხედვით. ხო, ის ხელისუფლებაშია, ის მთავრობის მეთაურია, ის ახლა მთავრობის მეთაური რომელიც კონსტიტუციონალისტია, ხო? მე ხო არ შემიძლია კონსტიტუციურ საკითხებში ან იურიდიულ საკითხებში ვეკამათო. მე არ შემიძლია, იმიტომ რომ მე არა ვარ იურისტი და არა მაქვს ამის კომპეტენცია, მაგრამ ხო მე რაღაცა რაშიც მე მაქვს კომპეტენცია, რაც მე ვიცი, ხო, იმაში ის ვერ შემოვადა. ეს იდეალური ფორმულა თუ მიზანი ეს არის, ანუ ეგ არის მნიშვნელოვანი, თუ სახელმწიფოს მიზანი, ამ რეფორმის მიზანი ის არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ რაც შენ ანგლისში თენგოდა მე რამაც თქვა რომ რაღაცა ხაზი სტრატეგია შეიქმნას რომლის ჩარჩოშიც იმოძრავებს ხო ერთმა მინისტრმა შეიძლება ეს ცუდად რა ისე ვერ გააკეთოს როგორც აი სხვა მინისტრი შეიცვალოს ეს მოვიდეს და ეს მიზანი რაც არის ხო რაღაცა ინსტრუმენტი ამ მიზნისკენ იმან უკეთესი გამონახოს უბრალოდ თავი რაც არის მთლიანად გადახაზოს მიზანი გადასახოს და ახალი მიზნები დასახოს არა უბრალოდ შეიძლება ინსტრუმენტი შეცვალოს რომ აი დაუშვათ ეს ქანჩი რომელიც რაღაცა არ ერგება აი ამ იმას სხვა ქანჩი მოძებნოს და იმით გადაჭრას, მაგრამ მიზანი ერთი და იგივეა, ხო, ეს უნდა მოხსნათ ან დავამაგრო და აი ეს საკითხები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თავარი ხაზი იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება პატრიოტი ახალგაზრდები, ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, რომლებიც აწარმოებენ თანამედროვე ცოდნას, ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, რომელსაც ექნებათ გასაგზავნა განებული რეალურად ჩვენი ქვეყნის ისტორია, აი რაზეც დაუშვათ ილია ჭავჭავაძე ვართ, რანი ვიყავით, რანი ვარ და რანი ვიქნებით, აი ეს ყველაფერი, რომელსაც გააზრებული აქვს და ამასთან ერთად აქვს ის თანამედროვე ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ცნობა, ეს უნდა იყოს ალბათ ძირითადი, ესეთი, ასე ვთქვათ, ჩარჩო და სულისკვეთება ხო, რა განცდებით თუ არა? ყველაფერი, აი ეს მთელი რეფორმა და ის ადამიანები, ვინც ამაში იქნებიან ჩართული, თავის თავად და აბსოლუტურად მისაღებია ის, რომ ვინც ამ რეფორმას განახორციელებს, ის იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს დროც უნდა დამთავრდეს, რომ ეხლა მართლა რამდენი განათლების მინისტრი ხარ, რო ჩამოვთვალოთ ალბათ არ ვიცი, არცად სოფლიოში არის არა უღია. პასუხისმგებლობა კი არა, სოფლიოში ალბათ ქვეყანას ვერ ვიპოვით, რომ ამდენი განათლების მინისტრობის შემდეგ რადგან უცხო ქვეყანაში სასწავლებლად წავიდა, ხო? ანუ ეგ ხო აი წარმოუდგენელი სიგიჟეა და არა ნორმალური მდგომარეობა. თან არის ცი პრობლემა, ვიცი ხა ჩვენ გადაცემა დასასრულს ახოლდება, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა რა არის, რომ
არც ერთ მინისტრს, აქ არა საუბარი მარტო განათლების მინისტრს. არც ერთ მინისტრს, არც ერთ თანამდებობის პირს, რომელმაც მით უმეტეს განცხადება დაწერა და წავიდა და გადადგა. არაფერზე მის გაკეთებულზე, არც ერთ მის თანამშრომელზე, ანუ გაკეთებულზე, რომელიმე დეპარტამენტ არასოდეს პასუხისმგებლობა არ აუღია. დააკვირდი, არც ერთ პრეზიდენტსაც. მიხეილ სააკაშვილმა რამეზე პასუხისმგებლობა აიღო? მოუწია. ერთი არა, მოუწია სხვა. ერთი რამე ხო შეიძლებოდა, აი გუც გასოს, კაი ხანი დიდი ხნის განმავლობაში იყო მაინც იმის მოლოდინი, რომ ერთ რამეზე მაინც ეთქვა, რომ აი მე შევცდი ბოდიში. აქ არ არის იმაზე ლაპარაკი მიიღებდა თუ არა საზოგადოება. აქ ამაზე არ ლაპარაკობს. არც ერთ თანამდებობისთვის. მე ამიტომ არ მინდა. ჩვენ ახლა რას დავინახეთ რომ თუნდაც ამ ახალ რეფორმაში ხო ჩვენ ვახსენეთ კიდევაც რომ რამოდენიმე დეტალი, მნიშვნელოვანი დეტალია ეს. მართლა ღირებულია, იმიტომ რომ ეგ ბევრ რამეს ნიშნავს. სკოლაში შენი მისამართის მიხედვით რომ უნდა მიიყვანო ბავშვი. იგივე თქვა ფორმებთან დაკავშირებით. ბევრი რამ ესე იწყება ნელა, მაგრამ თუნდაც იგივე ირაკლი კობახიძეს, მარტო ირაკლი კობახიძეს კისერზე კი აღარ იქნება, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ თუ მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვინც კომპეტენტურია და განსაკუთრებით მეცნიერები. ხალხო, ჩვენ დღეს აი შენობაში, მე არ ვიცი, 3 წელს უკან ვიყავი ალბათ, ბატონო კოტე მიქაძემ წამიყვანა ერთ წიგნის პრეზენტაციაზე მეცნიერების აკადემიაში იყო. ყველაფერს თავი დავუნებოთ, ხალხო, ტრაგედია. მეცნიერებათა აკადემია შენობა რომელიც დგას რომ შეხვიდეთ არ ვიცი ახლა როგორ ნახევარი ფლიგელი საერთოდ გამორთული იყო და ნახევარ ფლიგელს წავედი და სადაც მეოთხე სათულზე ავედი და აი მართლა ყინვაში მყოფი მეცნიერები ისხდნენ და ნუ ხო წარმოგიდგენია ხა დავესარი მართლა წიგნის პრეზენტაციას ყველაფერს თავი დავნებოთ გავაღოთ ეს კარები დაუძახოთ უფრო მეც არის გპი-ში არიან კიდევ საინჟინრო კუთხით თუ გვინდა და რაღაც ჩართოთ ეს ადამიანი მიიღო მონაწილეობა და ირაკლი კობახიძეს აღარ გაუჭირდება მე რო თქვას რამე როგორც ანუ მარტო მე წავედი აღარავ ვიღაცამ ხო უნდა იყოს პასუხისმგებლობა და გაგზელდება ეს და რა ჩვენ თქვი ის კი არა რომ მარტო NGO სექტორია და მათ ისიცია რასაც ლაპარაკობენ ხალხო იმ ხალხთან მივიდნენ იმ ხალხს კითხეს ჭკუა განათლების კუთხით და დაწერეთ პროექტიო და პროგრამაო რომელსაც გარდა იმისა რომ ცოდნა არა აქვს ძულთ საკუთარი ქვეყანა ძულთ საკუთარი ქვეყნის ტრადიციები ძულთ ესა თუ ის პიროვნება არ ვიცი მე პოეტი იქნება მწერალი იქნება თუ ასე შემდეგ და აი აქედან აი ამ გადმოსახედით შენ რომ პროგრამას ქმნი განათლების სისტემის და მე ჯდები უნივერსიტეტებში და მწვანე განთებული რომ ელაპარაკო უკვე ამ აუდიტორიაში შემოსულ პირველ კურსელებს რა თქმა უნდა შენ ბუნებრივია მიზანს მიაღწევ რაც გაქვს რომ გაანადგურო და შეუცვალო და შენ იდეოლოგიაზე მოაწყო ის ახალგაზრდობა ეს არის ნომერ პირველი პრობლემა იმ ხალხზე თავის დროზე უნდა დაეძახა პირველივე დღიდან 2012 წლიდან უნდა დაეძახა და უნდა ეთქვა მაგი იყო ჩვენი კრიტიკა კოჰაბიტაცია კი არა პირველ რიგში რა უნდა და ამდენი წელი რა უნდა და ილია უნირო დაარქვეს მით უმეტეს ამ რა უნდა და ამ ხალხს სამაგიდო აუდიტორიებში ლექტორებად ამაზეა საუბარი და რატო არ ჩანს ხალხი რამაზ პატარიძე როგორ გარდაიცვალა ხალხმა არც იცის რამაზ პატარიძე რომელმაც არ ვიცი საოცარი რაღაცები ენათმეცნიერი და ანდა რამდენი ჩამოვთვალო ვიცით ვინ მე ანდა შეთარო იყო ბატონი დავით გილიგაშვილი სტუმრად ინგოროყვაზე და თემაზე დღეს აი ეს პრობლემა დაუძახონ ამ ხალხს ჩვენ ხო ამასთან ეს არის და მიზანი მიღწეული იქნება თუ იგივე ირაკლი კობახიძე სხვა ადამიანები ვინც პასუხისმგებლები არიან და სწორია რომ დაიწყო ეს რეფორმა სწორია ვეთანხმებით გვერდზე უდგავართ მაგრამ იქ ხო კომპეტენტურმა ხალხმა უნდა მიიღო ის შეიძლება ვინიც ის 80 წლის კაცი რომელსაც დღესაც შეუძლია დაждდეს და სიტყვა ამოიღოს ხმა ლაპარაკი შეუძლია დაწერა შეუძლია და მე მინახავს ასეთი ბევრი რომ სათვალეს არ ხმარობენ 80 სათვალეს არ ხმარობენ და ისე შეუძლია დაწერო დაიღენონ გვერდზე და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წარმატება განათლების სისტემაში საუბრობთ მეცნიერებაში თუ რამე კაპიტალი აქვს ადამიანს ეს არის სწორედ ასაკი ხო შეიძლება რომ ხა 30 წლის და გამოცდილება ბუნებრივია ეს არის მთავარი ხო ანუ არის რაღაცა თვალსების 65 წელია მიჩნეული მეცნიერების შემთხვევაში თუმცა შეიძლება არ იყოს არ ვიყო ამ შემთხვევაში მართალი მაგრამ პირიქით მიჩნევა რომ აი ამ ასაკის ზღვარს რო გადაცდება მეცნიერი მერე არის ის კომპეტენტური აი რაღაც კონკრეტულ საკითხში მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ხარისხი სამეცნიერო ხარისხი სადღაც 70 წლის ასაკში და 30 წლის ასაკში ადამიანი გახდეს პროფესორი და უკვე პროფესორი ერქვას მაგრამ ეხა 30 წლის პროფესორი
პროფესორს ვერ ექნება ის კომპეტენცია, რაც ამავე დარგში მომუშავე 70 წლის ადამიანს აქვს, ვინც დააგროვა. ზუსტად იგივე შემეძლია ვთქვა მოსამართლეებზე. რა თქმა უნდა. გახსოვს მე ამერიკის შეერთებულ შტატებში როცა ველაპარაკე ჩემ მეგობარს და უთხარი. უვადო მოსამართლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 30 წლისას ვერ ნახო. 30 წლის. ურა ეს არის ეს იქნება რა გიჟი ხომ არა ხარ, ესე მითხრეს. შენ გიჟი ხო არა ხარ. და ნახოთ ამერიკაში მოსამართლეები აღარ ვამბობ ცნობილ მოსამართლეებს რო იყვნენ და აი ცნობილი ვიდეოები იდება და მოსამართლე როგორ რაც არ უნდა კომპეტენტური იყო თენგო არ გეწკინო შენი პროფესიის ადამიანზე ვამბობ მაგრამ რაც არ უნდა 25 წლის 30 წლის ჩემი მეგობარია ხა არ მინდა ეხლა რაღაც ესე თქვა არც დავასახელებ ჩემი არ შეიძლება ჩემ 50 წლის ხვდები ხო ის გახდა მოსამართლე და უადო მოსამართლე 40 წელს არ შეიძლება ესეც და მითო ის არის მოსამართლე ხარ გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ ვიცი მე გოლია სახელმწიფო ინსტიტუტში სასამართლოზე თუ ვიტყვით ეხლა სასამართლოს გარდა იმისა რომ მოსამართლეს გამოცდილება ჭირდება და ცოდნა ჭირდება და კომპეტენცია იურიდიული საკითხების ავტორიტეტი ბუნებრივია მარკ დამავიწყდა ცნობილი ამერიკელი მე მგონი გარდაიცვალა ეხლა ხანს ცნობილი ვიდეოები იდება ავტორიტეტი სწორედ ეს არის რა თქმა უნდა ავტორიტეტი ჭირდება სასამართლოს არსებობას არ აქვს სინამდვილეში არანაირი აზრი თუ მას არ ექნება ნდობა ანუ სასამართლოს არის ის ინსტიტუტი რომელიც თავიდან ბოლომდე დგას ნდობაზე რატო რომ აი მე და შენ რო დააობთ ერთმანეთში ჩვენ რო ერთმანეთი არ დავხოცოთ წამო მოდი ვკითხოთ იმ ადამიანს ვისაც ორივე ვენდობით ეს არის ხო სასამართლო საბოლოო ჯამში ანუ სასამართლოს თუ არ აქვს საზოგადოების ნდობა იმ სასამართლოს ფუნქციაც არ აქვს სინამდვილეში ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ უბრალოდ სადამჯელო ფუნქცია ხო სადამჯელო ფუნქცია აღება აზრი თუ სამართალი არ დგება ქვეყანაში რა არის სასამართლოს მიზანი რომ ხალხს უნდა კონდეს იმისი განცდა რომ არსებობს აქ რაღაც ისეთი ინსტიტუტი რომ მე თუ დამჩაგრე წავალ აი იქ ვიჩივლებ და მე სამართალს ის დამიდგენს ანუ მე უნდა მქონდეს ნდობა იმ ინსტიტუტის ამიტომ სასამართლოს შემთხვევაში იმას რაც შენ თქვი ჩემო მერაბ კიდევ უფრო ათმაგანტი მნიშვნელობა აქვს რომ ავტორიტეტი ნდობა მოსამართლისთვის ეს არის მთავარი კაპიტალი საქართველოს მე მგონი ქართულს არაზრს არ ხვდია სამწუხაროა ეგ იმისი ბრალია რომ მართლაც აი ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას სამწუხარო და არა მხოლოდ ახლანდელს ალბათ მანამდელს და კიდე მანამდელს არაზროს არ ქონია აი ესეთი სახელმწიფოებრივი ჩემი აზრით ესეთი ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ შეხედულებები ზოგადად და აი როცა ჩვენ საუბრობთ რომ რატომ ხელისუფლება ცდილობს რომ ერთ მუჭში კონდეს მთელი ძალაუფლება და მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს და საბოლოოდ მე ვერც ერთი ვერ უძლებს ამ პასუხისმგებლობის სიმძიმეს და უნდა გადაყვეს რატო იქცევი ესე როდესაც არსებობს იმის შესაძლებლობა რომ გადაანაწილო ეს პასუხისმგებლობა ხო სხვებზეც მაგრამ არა ჩვენი ხელმძღვანელები პირიქით აზროვნებენ მაგალითად ჩვენ კონსტიტუციაში ხა განათლების სისტემაზე ვთქვით ჩვენ მხოლოდ რომ რატო არ ეკითხები იმ ადამიანებს ვისაც შენზე მეტი გამოცდილება აქვს ამ საქმეში მხოლოდ აქ არ ვლინდება ხო აი ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს ფაქტობრივად შეზღუდული მაგალითად რეფერენდუმის უფლება ხა კი წერია კონსტიტუციაში რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა მაგრამ აი ხა ჩანაწერი არის ასეთი რომ რეფერენდუმი არ შეიძლება ჩატარდეს კანონის მიღების ან მისი გაუქმების მოთხოვნით ეს ხო ნიშნავს რომ ფაქტობრივად აუქმებ ამ უფლებას აბა რაზე უნდა ჩაატარო ნებისმიერი საკითხი სახელმწიფოში რეგულირდება კანონით ხო მართალია ნებისმიერი საკითხი რაც არ უნდა გადაწყვეტო ეს რეგულირდება კანონით და წერო რეფერენდუმი კანონის ჩატარებაზე არ შეიძლება აი სხვა რაზე უნდა ჩაატარო ამ დროს ევროპაზე გველაპარაკებიან და შვეიცარიის მაგალითი ხო და სწორია შვეიცარიაში ფაქტურად ნებისმიერი პირდაპირ დემოკრატია მეორე დღეს შეუძლია ჩაატარო ძალიან სწორია რატო იმიტომ რომ აი სახელმწიფოს თუ უდგას ისეთი პრობლემა რომ მაგალითად საქართველოში შეიქმნა ძალიან დიდი კრიზისი აი ამ გრანტების კანონზე ხო პირობითად და გვახსოვს ის მარტის აქციები გამოსვლები კიდევ ამ ქვეყანა დააქციეს ხო შეუძლია სახელმწიფოს რომ ასეთი ტიპის საკითხები რაზეც იცის რომ ამას მოყვება დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი თავის თავზე კი არა იყოს ეს პასუხისმგებლობა გამოიტანო საჯაროდ მოდი ჩავატაროთ ნუ დაარქმევ რეფერენდუმ პლებისციტი ჩაატარეთ გამოკითხე საზოგადოება შეეკითხე აზრი დადგა ხო შედეგი ის რომ საზოგადოება გიჭერს ამ ინიციატივაში მხარს მე შეიტანე ეს კანონი ასე შემთხვევაში ხო აიცილებ სიმდენი დაგიждდება მანამდე დააბარეს მე მაინც ჩვენი გადასახდელია აი ევროკავშირზე ნატოზე დღეს რომ ხოცავთ ქართული საზოგადოება 30 წელია უკვე ერთმანეთს ნუ მოვიტანთ 2008 წლის პლებისციტის მაგალითს რაც არის აბსოლუტური მარაზმი იმიტომ რომ ყველა აღიარებით გაყალბებულია და თან იმის მერე გავიდა რამდენი უკვე
18 წელი არის ხო თითქმის უკვე გასული. გამოიტანოს ხელისუფლებამ ეს საკითხი საჯარო განხილვაზე, ჩაატაროს ან პლებისციტი, ან რეფერენდუმი ამ მიმართულებით. მოამზადოს მანამდე საზოგადოება რა პრობლემაა? კი ბატონო და ვნახოთ. დებატების ფორმა ხო შემოიტანეს? აი ამ დებატების ფორმა. თუ გადაწყვიტა ქართულმა საზოგადოებამ რეფერენდუმს აქვს, თან ძალა მე უკვე აუცილებლად შესაძლოა. ვერავინ ვერ მიედავება მათ შორის ამ ხელისუფლებას, რომ ესე რატო გადაწყვიტე. მე კი არა ხალხმა გადაწყვიტა, იქნება პასუხი, მაგრამ ნუ არ ვიცი რატომღაც აქვთ ამ ხელისუფლებებს ესეთი მანია, რომ აი თუ მე მქვია ქვეყნის პირველი პირი, აი არავის არაფერს არ შევეკითხები და მე ჩემი პირადი შეხედულებებით გადავწყვიტავ ყველაფერს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა ამჟამინდელ ადმინისტრაციას მხოლოდ არ გულისხმობ ამ საკითხში, სამწუხაროდ ესეთი მართვის კულტურა ჩამოგვიყალიბდა ჩვენ და ეს არის საბოლოო ჯამში იმისი შედეგი, რომ ვერც ერთი მართველი მე ამ პასუხისმგებლობის თვირთს ვერ უძლებს, ამთავრებს ხოლმე ძალიან ცუდად. მე მინდა ვისურვო, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია იქნება აი ამ ხრივ განსხვავებული. დიდი მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის, მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და მაყურებლისთვისაც იქნებოდა საინტერესო ჩვენ დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას დღევანდელი ეთერის ყურადღებით მოსმენისთვის. მადლობა ნახვამდის. მადლობა და ნახვამდის.